გამარჯობა. თქვენ უყურებთ თეორემას, მე სალომე ბარკერი ვარ. დღეს ქართულ ტელეეთერში ბევრი სხვადასხვა ქვეყნის წარმოებული, განსხვავებული ჟანრის ტელესერიალის ხილვა შეგვიძლია. სერიალები, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მხოლოდ დიასახლისებისთვის განკუთვნილ დაბალხარისხიან პროდუქტად ითვლებოდა, დღეს წარმატებით უწევს კონკურენციას მხატვრულ კინემატოგრაფს. რომელ სერიალებს და რატომ ანიჭებს უპირატესობას ქართველი მაყურებელი, ამის შესახებ ჩვენ სტუმრებთან ერთად გადაცემის პირველ ბლოკში ვისაუბრებთ. ბოლო დღეებში საქართველოში ამიტომ მკვეთრად გაუარეს და რამაც ქვეყნის მასშტაბით გარკვეული დისკომფორტი შექმნა. გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები. ბევრად მეტი ადამიანი მიმართავს დახმარებისთვის სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო სამსახურებს. ვის შეუქმნა პრობლემები ყინვამ და ვის უხარია თოვლის მოსვლა, ამას გადაცემის მეორე ბლოკში შევიტყობთ. საქართველოს რაგბის ნაკრებმა 1-1 ასპარეზობა შთამბეჭდავი შედეგით დაიწყო. ამ სეზონზე პირველი მეტოქე ბელგიის ნაკრები ბორჯღალოსნებმა ანგარიშით 35-0 დაამარცხეს. რა გაგმები აქვს საქართველოს ნაკრებს, როგორ მოემზადა გუნდი ახალი სეზონისთვის, ამის შესახებ გადაცემის მესამე ნაწილში. დაგველოდეთ, ეთერში სტუმრებთან ერთად დავბრუნდებით. ბრუნდებით ეთერში კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ამ ბლოკის თემა არის სერიალები და წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს დიმა ტატიშვილი, მსახიობი, ბაჩა მალაზონია, ჟურნალ ტაბულას არტ დირექტორი, გაგა ფალავანდიშვილი, რუსთავიერის მარკეტინგის უფროსი და კონსტანტინე გამსახურდია, ყოფილი დეპუტატი და ელჩი. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა რომ მისტუმრეთ გადაცემაში. გეგა, მინდა რომ შენთან გადმოვიდე შეკითხვით, პირველ შეკითხვით, რომელი სერიალი ყველაზე პოპულარული საქართველოში ქართველი მაყურებლისთვის შენ ამ სფეროში? ჩემი თვალის დაკალები. ქართული სერიალი არის ყველაზე პოპულარული რეალურად. მე უცხოურიდან რომელი ჭარბობს? უცხოურიდან არის გამომდინარე, ვთქვათ, დროის ზონიდან რომელ საათში გადის და რამდენი მაყურებელია. რა თქმა უნდა, საღამოს რომელიც არის სერიალები, იმათ მეტი მაყურებელი იყოს, იმიტომ რომ ტელევიზორთან მეტი მაყურებელია თავისთავად. დღის განმავლობაში ხო პრაიმ ტაიმში და დღის განმავლობაში რაც არის, ეგ ზონების მიხედვით უნდა შედარდეს, რომელია უფრო პოპულარული და თქვათ იმ მომენტში არსებული მაყურებელიდან რა პროცენტი მიაქვს და რა პროცენტი უყურებს. გასაგებია. ეხლა აპტუთას ყველაზე პოპულარული შედარებით თურქულები არის. ჩვენ გამოკითხვა მოვზადეთ, პატარა გამოკითხვა, რომელიც რასაკვირველია არ არის მაყურებელს შევახსენებთ. საფუძვლიანი სოციოლოგიური კვლევა, მაგრამ არის უბრალოდ გამოკითხვა, მოქალაქეები გავაჩერეთ ქუჩაში და ვკითხეთ, რომელ სერიალებს უყურებენ, შეგვიძლია ვნახოთ გამოკითხვა. სერიალებს უყურებთ არ არის ხშირად? ხშირად. ძალიან ხშირად. უყურებ? არ უყურებ სერიალს. არ უყურებ საერთოდ. არ უყურებ. არა გემში. არ მაქვს დრო ამისთვის, რომ სერიალებს დრო დაუთმო. არა, არც ერთ. ოჯახში ყველა უყურებს ჩემს გარდა. უყურებ? კი. სერიალს უყურებ, ხო? ტელევიზიაში გადის, იმას არა. სერიალს არ უყურებ და არც მინდა უყურო და ვინც უყურებს, იმას ურჩევ კიდევ არ უყურებს. არა, სერიალებს არ ვუყურებ, ალბათ უცხოურ სერიალებს ინტერნეტში იშვიათად. რომელ სერიალებს უყურებ? ახლა თურქული გადის და ესე ყველანაირი სერიალი. თურქული სერიალი. აი, თურქული სერიალია. თურქულებს, ხო? დიდებულმა საუკუნემ ჯამიტრია რო ეტყვიან და ძალიან უპატივცემლობის გრძნობით ვარ საკუთარი თავისადმი. დიდებული საუკუნე. რა walking dance ვარ, მაგალითად. პოპულარული სერიალი გაქცევა და გეტყვი მართლა ნახები. Lost-ი და რაღაცები. Game of Thrones კიდე უყურებ. მიწისქვეშა იმპერიას. ჩემი ცოლის დაკალი. ხან და ხან თვალი გამექცევა ჩემი ცოლის დაკალების. ძირითადად ინტერნეტში უყურებ ამერიკულ სერიალებს. მაგალითად, ვამპირის ფიგურებს, Games of Thrones. რუსულებს. რუსული ისე, აი, როგორც ბრიგადა, ბანდიტსკი პეტერბურგი, ესეთი რაღაცა ხო. რაღაცებს უყურებ კომედიურ სერიალებს. Friends-ი რო იყო, იმას უყურებდი. ვამპირის ფიგურები მიყვარს ძალიან. CSI-ს უყურებდი აწერ. ქართულ სერიალებს უყურებ და თურქულს იშვიათად. ჩემი ცოლის დაქალებს უყურებ ხოლმე.
და რაღაცა თურქული სერიალია, მაგრამ სახელი არ ვიცი. ისე მაქვს რა ჩართული რა ტელევიზორზე. გეგა, ისე შენ სწორი გამოკითხვა იყო მაგრამ არა, უფრო ფართე გამოკითხვაშიც დაახლოებით ეგეთი პასუხები ამოგვიწევს. რატომ აი თურქული ახაც გამოკითხვაშიც მოხვდა ყურში და ზოგადად თურქული სერიალები ისმის ბოლო დროს. რატომ თურქული, რატომ არის პოპულარული? ახლოს არის ასე თვითონაც აღიარებენ და ამბობენ და ბევრად უფრო გასაგებია ხოლმე და უფრო იდენტიფიცირებას უფრო აკეთებენ ჯერჯერობით ეხლა ეკონომიკური სიტუაციიდან ყველაფერიდან გამომდინარე საქართველოს მაყურებელი ხო რომლებიც ამ თურქულები უმეტესად გადის დღის განმავლობაში სადაც სახში არიან უმეტესად ან უმუშევრები ან დიასახლისები რომელსაც რეალურად აი ბევრმა თქვა კიდევაც რომ არ უყურებ იმიტომ რომ მაგის დრო არ მაქვს და საქმე მაქვს ანუ ის ხალხი ვინც მუშაობს რაღაცას აკეთებს ამას არ უყურებენ და უყურებენ ისინი აი მე გეკითხები რატომ თქვა ლათინურ ამერიკასა და თურქულს შორის რატომ არის უფრო მე ეკვლევა გაკეთებული მაქვს ეგეც ანუ რატომ მოხდა ლათინურიდან გადაასვლა თქვა თურქულები რატო აღმოჩნდა უფრო პოპულარული ერთ-ერთი მთავარი იყო რომ თქვა ლათინურებს უყურებდნენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან მოწონდათ იქაურის კაცებიც მოწონდათ ძალიან მაჩო კუნთებიანი ზაგრიანები რაღაც ნახევრად შიშვლები და ეს ქალების თავისთავად როდესღაც მოწონდათ ეს რომლებიც ძალიან მოვლილები არიან ანუ დიდი მკერდებით და ანუ ყველაფერი რომ კარგად არის და რაღაცა მდიდრული სახლები არის მაგრამ რეალობა მე თანდათან აჩვენა რომ ეს ყველაფერი მათ ცხოვრებაში არ ხდება ეს მარტო ტელევიზორში ხდება და ეს ოცნებასავით არის და ამ დროს ჩდება თურქული სერიალი სადაც არ არის ეგეთი გამოკვეთილად სექსუალური და გამორჩეული და სილიკონებიანი ქალები და არც ეგეთი კაცები არიან რომლებიც ცხოვრებაში ვერ ნახეს ვერასოდეს და არიან ძალიან ჩვეულებრივი გარეგნულად ისეთი როგორი მიწაზე დაეშვენ და პლუს ამასთან ერთად არის ძალიან ბევრი თქვათ კულტურულად როგორ გითხრათ ეხა რელიგიურად სხვადასხვა არის და ბევრი წესები განსხვავდება მაგრამ ვიზუალურიდან გამომდინარე რაღაცა უფრო არის ახლა ეს ოჯახის პატივისცემის მომენტები რაღაცა ქალისა და კაცის ხო პატრიარქალურები რაც რეალურად არის საქართველოში ესეც და ანუ ეს მიიღეს როგორც ვითომ თავისად და ბევრად უფრო გაიგეს პლუს თურქებს აქვთ თვითონ კაცებს უფრო არჩევენ და შედარებით ცდილობენ ქალები მსახიობები არჩიონ შედარებით ანუ საშუალო და ნორმალური გარეგნობის ამიდან გამომდინარე ქართულ ქალებსაც და ნებისმიერ მაყურებელ ქალებსაც რომლებიც ახლა არც ერთ ქვეყანას არ აყავს სუპერმოდელები სულ შესაბამისად აიგივები რომ მეც შემილია ყავდეს ესეთი კარგი კაცი და ამიტომ ეს მოწონთ რომ შესაძლებლობა ეს კვლევის შედეგებია თუ შენი მოსაზრება არა ჩემი მოსაზრება არ არის ეს ყველას რო ვატარებდით მეც მაინტერესებდა ანუ ვიცოდი დაახლოებით მაგრამ ხო რაღაცა საფუძველი მჭირდებოდა რატო შეიძლება რომ გადაერთონ გასაგებია. ბატონო კონსტანტინე, თქვენთან მინდა გადმოვერთო პირდაპირ თურქული სერიალების თემიდან. ეს ციტატა გასაკვირია ის ხბოს აღტაცება, რომლითაც ჩვენი ქართველობა უყურებს თურქულ სერიალებს. თქვენ გეკუთვნით. რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რას გულისხმობთ? მოგესალმებით. პირველის ყოვლისა მე მინდა აღნიშნო, რომ ზოგიერთ სათაურში ამ ჩემს კომენტარს ვფიქრობ ცოტა არ იყოს მწვავე რეაქცია მოხდა და ისე გამოვიდა რომ რაღაც ლაშქრობას ჰქონდა საკუთარ ეს სათაურის ფიგურირებდა არ მახსოვს სად ლაშქრობაო და ეს ლაშქრობა ნამდვილად არ ყოფილა. ეს იყო უბრალოდ შენიშვნა იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენი თვითშეფასება არის თითქოს დაბალი ამ შემთხვევაში. მე უბრალოდ დავსვი ზოგადი პრობლემა რომ აი ჩვენ როგორც საზოგადოება ხომ არ ვხედავთ ამ თქვა სერიალებს და საერთოდ ის რაც მოდის უცხო ქვეყნებიდან რაღაც მიუწვდომელ სიმაღლეთ, რაღაც ისეთ ფასეულობად, რომელსაც ჩვენ ვერასოდეს ვერ შევწდებით. მე უბრალოდ საქართველოში ყოფნიდანაც თქვა უცხო ქვეყნებში ცხოვრებიდანაც მახსენდება თქვა ადამიანები, საქართველოშიც რომ ვიყავი მახსოვს მაგალითად ადამიანები, რომლებიც თქვა შეეძლო თქვა გამუდმებით მოეყოლათ თქვენთვის ამბავი თუ როგორ იყვნენ ისინი მოსკოვში და როგორ ნახეს მათ კრემლი. და ასეთი ადამიანები მე მინახავს შვეიცარიაში. ეს იყო უფრო მეტად მაღრიბული წარმოშობის, რომლებიც იყვნენ ნიუ-იორკში და ათვალიერეს მანჰეტენი და თქვა თელი სიცოცხლე ამაზე ლაპარაკობენ. ანუ ეს რატომ მოვყე ვიცით რომ უბრალოდ ლაპარაკია იმაზე რომ აი რაღაც განსაკუთრებულზე ეს უცხოური არის თითქოს რაღაც განსაკუთრებული. სხვა შორის ისტორიას თუ გადავხედავთ, მე გულისხმობ ოპერა, საპნის ოპერის ისტორიას. პირველი საპნის ოპერა ეს იყო 1932 წელს, ეს იყო NBC-ს რადიოში, სხვათა შორის ეს მას ერქვა ბეტი და ბობი
და მისი ფოკუს ჯგუფი, ანუ მიზნობრივი ჯგუფი იყო, მაშინ დიასახლისები, ეს იყო ძირითადად მელოდრამატული შინაარსის, ასე ვთქვათ, უფრო მოსასმენი რადიოში, მაშინ ტელევიზია არ არსებობდა. გარკვეულ დროს აქ უკვე შემოვიდა ბიზნეს თემებიც, რადგან ჩათვალეს, რომ ფოკუს ჯგუფი მხოლოდ ქალები კი არ უნდა იყვნენ, იყვნენ მამაკაცებიც და ჩათვალეს, რომ თქვა ბიზნესის თემები ეს უფრო მამაკაცებსაც დაინტერესებდათ. მე მაინც მიმაჩნია, რომ მაინდა-მაინც იმაზე არ არის უცხოურზე და არც ვთქვათ ეგეთი ისა აქვს, რომ მაინდა ძრახან უცხოურია კარგია, იმიტომ რომ რეიტინგებიდან და ფაქტიდანაც გამოდის, რომ რეალურად ყველაზე რეიტინგული არის ქართული სერიალი. უბრალოდ ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ ჯერჯერობით ეკონომიკურად ტელევიზიაც არ არის, არც ერთი ტელევიზია ისე მზად რომ თქვა იმ რაოდენობის სერიალი, რომელიც თქვა ჩვენ ვყიდულობთ რაღაცა თანხად, იმ თანხად ვაწარმოოთ, არც კადრები არის, ხო, არც სისტემა არსებობს, ჯერჯერობით საკმაოდ ძვირი არის, ბევრად უფრო ძვირი არის. ეხლა ლათინურ ქვეყნებს და თურქულებსაც თუ შევადარებთ, ხო, ჯერ ეკონომიკურად ძალიან წინ არიან და ისინი აწარმოებენ უზარმაზარი რაოდენობით სერიალს, რაც შესაბამისად მთელ ქვეყანაში გასაყიდად შეუძლიათ რომ ეს ნაკლები ფასი იყოს და ეხლა ქართული წარმოებული სად უნდა გაყიდოს? მაღალ ბიუჯეტიან და ძვირიან სერიალებზე რო გადავიდეთ, ბაჩა, შენ გკითხავ, სერიალი აღარ არის ის სიტყვა, რომელიც თაკუთარ თავში გულისხმობს რაღაცა საპნის ოპერას. უკვე სერიალი უკვე გახდა ბევრად მასშტაბური სიტყვა, რომელიც გულისხმობს მათ შორის ამერიკულ მაღალმხატვრული ღირებულების სერიალებს. შენ ერთ-ერთი თვალსაჩინო მაყურებელი ხარ ამ სერიალებს, ყველა კარგ, ასე ვთქვათ, აღიარებულ ტოპ სერიალს უყურებ და რა გითხრა, რა ხდება ამ ინდუსტრიაში? ხო, არა მარტო ამერიკული, უბრალოდ გავაგრძელებ, ეს არის ხშირად ბრიტანული, ხანდახან ფრანგულიც. არაფერი აქ არის ძალიან მარტივი რაღაცა წარმოება სამ შემთხვევაში ალბათ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, გადამწყვეტი არის ხარისხი. ხარისხი, რაც შეიძლება ითქვას ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ნელ-ნელა ეგრეთ წოდებულმა სერიალმა, სატელევიზიო ფორმატმა ფაქტიურად დღეს შეიძლება ითქვას, რომ მიაღწია მხატვრული ფილმის ხარისხს, არა მარტო ვიზუალურს გულისხმობ, არამედ საკავათორი მიაღწია უბრალოდ თუ ზოგჯერ გადაუსწრო. მე გადაუსწრო კიდევაც სიუჟეტურად. მეც სადღაც მე მგონია რომ ხშირად წინაც არის და ამის დასტური არის ის, რომ ყოველწლიურად ჯერადობით იზრდება ამერიკელი ცნობილი მსახიობების რაოდენობა, რომლებიც მოისწრაფიან ეგრეთ წოდებულ სერიალებში, ნელ-ნელა მოდიან უკვე რეჟისორების და მე დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც თქვა 60 წელიწადში თითზე ჩამოსათვლილი დარჩება დიდი ესეთი ბიგ სტარები, რაც ვინც არიან ამერიკელები, ვისაც არ ექნებათ სურვილი მოხდენ სატელევიზიო ფორმატში. თავარი მიზეზი ამის ის არის, რომ წარმოებლები მიხვდნენ, რომ გარდა თქვა ამ საპნის ოპერისა, სიტკომებისა და სხვადასხვა ტიპის ასე თქვა დაბალ ბიუჯეტიანს არ ვიტყოდი, მაგრამ თქვა არა ძალიან მაღალი პრეტენზიის. ხო, არა პრეტენზიული სერიალებისაც საჭირო გახდა და მოთხოვნილება გაჩნდა ხარისხიანი, კარგი დრამატურგიით, კარგი კასტით, სამსახიობო ანსამბლით და კარგი სიუჟეტით შექმნილი ფილმების წარმოება. ეს შესაძლებელი ყოფილა, ამას ჩვენ ხედავთ, მე მგონი ყოველწლიურად, იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ალბათ 2-3 ტოპ სერიალი ყოველწლიურად, რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და მე მგონი საერთოდ აი ბოდიში რო გაწყვეტინებ, მე შემიძლია ვნახო უფრო მეტი კარგი სერია წლის განმავლობაში, ვიდრე კარგი ფილმი. გეთანხმები, მეც იმიტომ რომ კინოები ეს იცი რა, როცა სერიალზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი გამოდის იქიდან, ჩვენ ყველას გვიყვარს კინო. ეს არ არის ხოლმე დაპირისპირება, როგორც ხშირად ამბობენ, რომ იცი რა, მე მაინც კინო მიყვარს და არადროს არ შევხედავ სერიალს, ეს მგონი რაღაცა პოზა არის, საიდანაც ალბათ ცოტა ხანში ყველანი გამოვლენ. დღეს სერიალი ეს არის უბრალოდ დროში გაწელილი მრავალ სერიანი მხატვრული ფილმი, რომელიც თქვა გრძელდება ზოგჯერ მინიმუმ 1 თვე, მაგრამ შეიძლება იყოს 9 წელი, 1 წელი და რამოდენიმე წელი. ერთადერთი განსხვავება მე მგონი სამი სერიით მაგალითად. ხო, რა, ეს ერთადერთი განსხვავება ეს იყო Guiding Light. წინამძღოლის სინათლე, რომელიც დაიწყო NBC-ზე 1952 წელს და დასრულდა 2009 წელს და გავიდა მგონი 15762 სერია. იყო ასე მე მგონია, ალბათ ზუსტად დიმას მინდა ვკითხო, აი კინოსა და სერიალებზე თითქოს ის დამოკიდებულება, რომ აი სერიალები უფრო დაბალი ღირებულების მქონე არის და კინო უფრო რაღაცა ადრე ასე ითვლებოდა კი.
და არა მარტო ჩვენთან, იქაც ამერიკასთან შეიცვლებოდა, მაგალითად, თითქოს პირობითად ვთქვათ, მსახიობები ორ ნაწილად იყვნენ დაყოფილები, ისინი ვის თამაშობენ სერიალებში და ისინი ვის თამაშობენ მხატვრულ ფილმებში. მაგრამ ნელ-ნელა მე ტენდენცია აბსოლუტურად ვეთანხმები, ასეთი ტენდენცია წამოვიდა და თვითონ ფილმის გამკეთებლებისგანაც წამოვიდა ტენდენცია, რომ ვთქვათ, რაღაცა ფილმმა გაამართლა და მოიფიქრეს, გადაიღეს, ვთქვათ, კერკეტი გაგალი 2 და ლეტალური იარაღი 1, 2, 3, 5 φιλმი გადაიღეს და ანუ ეს ტენდენციაც იყო, რომ რაღაცა გაასერიალესავით რა, ანუ რამდენიმე სერია გადაიღეს ერთი და იგივე პერსონაჟები, თუმცა რაღაცა აქ ეს ხდება, აქ ის ხდება, მატრიცა 1, მატრიცა 2 და ნუ ბეჟდავის ზარებებზე აღარ მახლა ბარაკი. ანუ ეს რაღაცა შემხედრი მოძრაობა მოხდა რა, სერიალების დონემაც აიწია ძალიან მაღლა, იმიტომ რომ აი ძალიან იშვიათად რომ რომელიმე მსახიობი სერიალებიდან მოხვედრილი იყო აი თუ უყურებთ სერიალებს და რომლებს მაგალითად ნუ იმ სერიალებს უყურებ რომლის გახმოვანებას მიწევს ანუ ჰაუსი თქვა თან ერთი სერიალი გავახმოვანე აი ყველაზე მაგარი სერიალი აღონც ნახევრად ხოვრებთან მაშველები აი არაფერი არ ხდებოდა ისეთი ლამაზი გოგოები დარბოდნენ თითქმის ყველა ქართულ სერიალში გაქვთ ნათამაშები და შეგნიდან იცნობთ რა განსხვავება როგორი არის სერიალში თამაში რა ძალისხმევას მოითხოვს კინოს განსხვავებით ეხლა მე ფილმშიც მიმიღე მონაწილეობა ეხლა ეს არ მომბობ რომ ბევრ ფილმში მითამაშე მაგრამ რამდენიმე ფილმშიც მითამაშე და რამდენიმე სერიალშიც ნუ ფილმი გასაგებია ფილმის სცენარი იწერება დადგენილია აქ ერთი ამბავია ეს იწყება და ნუ არ ყველა ვიცით მაგრამ სერიალში აი რაც უნდა კარგად მოიმზადოს ხო შემოქმედებითი ჯგუფი რომ აი ჩვენ გვინდა სერიალი ასეთი მოდი რამდენიმე სერიალი წინ გავთვალოთ როგორ გამithარდება მოვლენები უკვე დადგენილია აი მაინც რაც უნდა კარგად იყოს გათვლილი ეს ყველაფერი ხო აი შემდეგ გადასახადებ მოედანზე მე უკვე როცა ამონტაჟებენ ხო თითოეულ სერიალს რაღაცნაირად სცენარისტიც რეჟისორიც მსახიობიც რაღაცა ხვდება რომ მოდი ასე ხوار გავაკეთოთ მოდი ესე ხوار გავაკეთოთ და აი ეს ყველაფერი იწდება და ცოცხალია უფრო და მე თვითონაც როცა ეთერი მოგდევს უკან ხო შენ იღებ და ეთერი უკან ხო მოგდევს აი მე ყოველთვის ხდება აი რაღაცა ცვლილება რასაკვირველია იხვეწება სიუჟეტურადაც და გმირებით მსახიობებს მე უფრო უჩნდება რა თქმა უნდა მაყურებლისთვისაც უკვე საინტერესო ხდება და თითქოს აი შენი ოჯახის წევრები აი რატო შეიყვარა ხალხმა ჩემი ცოლის დაქალები იმიტომ რომ აი თითქოს ნაცნობია აი შენი მეგობარ შენი ბიძაშვილია შენი მეზობელია ზოგი საკუთარ თავს ხედავს რომელიღაც გმირში და იდენტიფიცირებას აკეთებენ ძალიან ბევრი ისეთი პერსონაჟი არის რომელიც მე ხავს ეგეთი ნაცნობი ან მე ვარ ეს ტენდენცია არის რომ თქვა იდენტიფიცირებას აკეთებენ და საკათოლოში არის მაგალითად აი თქვენ რასაც ლაპარაკობთ იმ უცხოურ სერიალებზე რომლებიც ძალიან კარგები არის და ძალიან ძვირებია და საოცრებები არის ხო ბევრმა მაგალითად საქართველოში ესე მასიურად არ იმუშავა სწორედ იმიტომ რომ არაფერი არ ხდება იქ ისეთი რომელიც საქართველოსთან კავშირში არის მაგალითად ხო მაგრამ იქ რაც ხდება არც ხო ქვეყანასთან არ არის კავშირში მაგალითად Game of Thrones-ში რაც ხდება ძალიან ბევრი არის დამოკიდებული ცხოვრების დონეზე და ანუ ცხოვრების სტილზე და რა ხდება თქო იქ მაგალითად ძალიან მიღებულია რომ კვირაში ერთი სერია გამოდის იმ რაღაც არაჩვეულებრივი სერიალი თქო ეხლა გინდა Revolution აიღე ეხლა რაც მიდის გინდა აი ეს HBO-ს ნებისმიერი არ ვიცი რა ვიცი რომელიც გინდა ზოგი არის სამიცანი და აქ არის მოლოდინი რომ ანუ ცხოვრების სტილი ისეთია რომ მე მაგალითად პარასკევს ვიცი პარასკევობით არ არის ხოლმე იმიტომ რომ პარასკევს უმეტესად გარეთ გადიან ხო ორ შაბათს სამ შაბათს ოთხ შაბათს უნდა დავждე და უყურო ამას აი სამ შაბათს შეიძლება უყურო რაღაცას მაგრამ ეს დაგეგმილი მაქვს თუმცა აქაც არსებობენ ადამიანები ვინც გავსად დაგეგმილად უყურებენ ოღონდ ინტერნეტში უყურებენ ამიტომ ეს მე კიდე არ დავამატებ რომ ფილმის კინოსგან რატო განსხვავებული არის და ის არის კინოს უკვე იღებენ იმისთვის რომ რაც შეიძლება დიდი აუდიტორია მოიცონ აქ შედის ბავშვებიც რაღაცებიც და ანუ დიდი პატარა ასეთი ისეთი რაც შეეხება სერიალს ესენი უმეტესად გადის პრაიმ ტაიმში სადაც უმეტესად შეიძლება ბავშვებს ძინავთ ანუ საღამოს 9-10 საათი და ამიტომ არის უფრო სერიოზული არის ხოლმე და უფრო მიზნობრივ აუდიტორიაზე გათვლილი. ამიტომ შეიძლება ჩვენ სერიალები უფრო მოგწონს, ვიდრე რაღაცა სპაიდერმენის კინო, რომელიც რა ვიცი, ეკითხო, რა არის იმის მიზეზი, რომ თქვა ახლა ამ კონკრეტულ დროში გვაკლია სწორედ ეს მაღალხატვრული სერიალები საქართველოს ტელევიზიებში ადრე რამდენიმე წლის წინ მახსოვს რომ მიგერის თავი ძალიან ბევრი იყო. კი, ჰაუსი იყო, მაგრამ ეხლაც გავიდა, მაგალითად ეხლა გავუშვით ბოლო სექტემბერში იყო ჰაუსის ბოლო სეზონი. ეხლა გადიოდა, რა ქვია, Light to Me
ციცრუის თეორია ქართულად. რამდენად პოპულარული არის, რომ შევადაროთ, თქვათ იგივე ბევრად ნაკლებად არის. ნუ ეხლა ჩვენი ბადეც იცვლება თანდათანობით, ადრე იყო რომ თქვათ არსებობდა 11 საათიანი ზოლი, სადაც 10 საათზე რაღაცა იყო, ან 10 საათზეც კი იყო ერთი პერიოდი, როცა 10 საათზე თქვათ ყველაზე მთავარ დროს იდგა რაღაცა ესეც სერიალები, რომელიც იყო Lost-ი, გაქცევა, ხო. და ეს მუშაობდა, მაგრამ ნუ შემდეგ ჩვენი ტელევიზიების დონეც აიწია და გადავედით უფრო შიდა პროდუქტზე, როგორც არის რაღაცა უფრო დიდი პროექტები, თოქ-შოუები, ანუ წარმოებაც შედარებით გაიზარდა და ამიტომ ქართულზე გადავიდა და ის რაც აქვე იწარმოება. ამან გამოიწვია, რომ სერიალები უნდა გადასულიყო უფრო გვიან ეთერში და შესაბამისად მაყურებელს ნაკლებია და პლუს რა უფრო გადმოერთვა ამ ქართულ წარმოებულ იმაზე და სერიალებს ეხლა ისეთი აი ადრე როგორც მოახდინა ზუსტად აი Lost-მა და გაქცევამ და კიდე რაღაცა სერიალებმა თქვათ იგივე ჰაუსი ბევრად უფრო პოპულარული იყო ვიდრე მაგალითად ეხლა რომელიც ეხაც გადიოდა. ეხლა ჩვენ რომ გადავიღეთ დეტექტივი მაგალითად ხო აი ყველას ისეთი ნუ დეტექტივი ყველას თუ არა ძალიან დიდ პროცესს ხო უყარს არა დეტექტივი და ჩვენი დეტექტივი ძალიან რთული იყო ჩვენთვის აი რა ქვია სამართლებლის წვერზე გავიარეთ თუ რა ქვია პირზე გავიარეთ იმიტომ რომ ეს რო ყოფილიყო ყალბი და თქვა ისეთი აი როარ გჯერა ხო აი მაგის საშიშროება იყო რა თქმა უნდა იმიტომ რომ მსახიობები ვარ პირველ აი ასეთი სერიოზული ასეთი მაღალი დონის პროექტი პირველი იყო ჩვენთვის ყველასთვის თელი ჯგუფისთვის და ეს რაღაცა ხალხმა რო შეიყვარა ჩვენთვის იყო აი ძალიან დიდი შვება და ძალიან საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა აი ყველა უყურებდა დღემდე რამდენი წელი ქართული იყო აი მეგეთქვით რომ არაჩვეულებრივი სერიალია Grey's Anatomy რაც არის რა რომელიც ბევრი სეზონი არის გადასარევი ის არის მაგრამ ქართულისთვის საქართველოსთვის არის საკმაოდ მიუღებელი რომ ადრე კვლევას ჩაგვიტარებია იმიტომ რომ იქ არის სამედიცინო უფრო რა თქმა უნდა დრამა არის რომელიც ვითარდება და ეს ადამიანის ურთიერთობები მაგრამ ეს ხდება სასტრაფოში და იმაში სადაც რეალურად ხდება ძალიან ხშირად კი 99 და 9% ვიღაცას არჩენენ და საოცრებებს აკეთებენ და ეს არა რეალურად ფანტასტიკაში გამოდის საქართველოში და არ უყურებ. კი აუცილებლად. ესე იგი მე მანდვე წერდი ესეთ ხნახევრად ხუმრობით გასაკვირველია რომ და როგორ შეხედავენ ვთქვათ ისეთ სერიალებს ჩვენ რომ გადავიღოთ მაგალითად დავით აღმაშენებელი სოლომონ პირველი ან ვთქვათ ბაშია ჩუკის სერიალები რომ გადავიღოთ როგორ არის მაგალითად Magnificent Centuries ჩვენი რომ დღევანდელ ეპოქაში იცით ის ძველი ასე ვთქვათ კონფლიქტები პრაქტიკულად უკვე გადამუშავებულია და მე მახსენდება ფრანგი ფილოსოფოსის ჟან-ფრანსუა ლიოტარის ესეთი შეფასება პოსტმოდერნისა რომ პოსტმოდერნის როგორც ეპოქა მოკლებულია რაღაც დიდ ნარატივს ეს მოდერნის ნარატივები ანუ მოდერნი ეს იყო ზენარატივების ხანა რა და რეალურად კომუნიზმიც და ნაციონალ-სოციალიზმიც გერმანიაში ეს იყო აი ასეთი ზენარატივების პროექტები და სხვადასხვა თუ გავიხსენებთ რა სერიალები გადიოდა კომუნისტურ ეპოქაში ისიც რაღაც ზენარატივებს გავდა ისინიც ხო რომ დავაკვირდეთ ეს იყო გმირებზე აი მაგალითად პოლონური სერიალი 4 ტანკისტი და ძალა ეს გმირები არიან ხო ფაშიზმის გერმანელი დამპყრობლების წინააღმდეგ მებრძოლი გმირები ან თქვა გაზაფხულის 17 გაელვება ხო ვინ არის ეს კაცი ეს კაციც გმირია ან თუნდაც მიზანი რომელიც სიცოცხლეზე მეტია ისიც გმირია ანუ ეს ტიპიურია. რაც შეეხება პოსტმოდერნში, ეს არის სრულიად ჩვეულებრივი ისტორიები, სადაც არიან ადამიანები, ჩვეულებრივი ადამიანები, სადაც რომელიც სუნთქავენ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ხელოვნურად, სინთეთურად შექმნილი სახეები. ისინი არიან თითქოს ჩვენი ცხოვრებიდან აღებულები. რასაკვირველია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენიმე ხაზის არსებობას სერიალში. გმირებსა და ანტიგმირებზე ჩაგეჭრებით. არა, ისეთ დავამთავრებთ თვითონებას მომცემთ. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ იყოს რამდენიმე ხაზი და აი ეს რამდენიმე ხაზი განაპირობებს ალბათ ყურებადობას აი ამ სერიალის თვითონ. და სხვა შორის ამას გერმანელმა რეჟისორმა ჰანს ვილი გაისენდორფმა უწოდა ნაცნავური დრამატურგია. აი ამ მოვლენას. როდესაც რამდენიმე ხაზი ერთად მიდის ხოლმე, დიახ, ერთმანეთში გადადიან და სხვა შორის ეს განაპირობებს პოლიფონიურობასაც და კონტრაპუნქტულობას ამ ნაწარმოების. ეს საინტერესო თემაა, მე თუ შეიძლება გავაგრძელებ, როგორც 70-იანი წლების კინოში მოხდა სადაც გმირი ჩაანაცვლა ანტიგმირმა, თუ
თუ გადახედავთ დღევანდელი სერიალების თავარ მოქმედ პერსონაჟებს, რომლებიც ყველა გიждდება, ეს იქნება Breaking Bad-ის, Mad Men-ის, King House. ესენი სულ არიან ანტიგმირები. ხო, ერთი მეტამფეტამინს აკეთებს, მეორე ცოლს ღალატობს, საყვარელს ღალატობს. მესამე საშინელი და აუტანელი ექიმი. ანუ სხვანაირად გმირი თავისთავად საინტერესო ვეღარ ხდება დღეს და რა თქმა უნდა მართალი იყო. ის სერიალებია დღეს საინტერესო, სადაც არის არა მარტო ერთი ხაზი, არამედ რამოდენიმე. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის აქ და მე ყველაზე დიდ გაოცებას ჩემში იწვევს არა მარტო ის თუ როგორ კეთდება და თქვა როგორ არის გადაღებული, არამედ დრამატურგია, რაზეც იქმნება ეს ფილმები. პირველად ეს გაოცება გამოიწვია ჩემში სოპრანოს სერიალმა, რომელიც სადაც 10 წლის წინ გადიოდა ჩვენთან. ეს არის ალბათ მე მგონი სანიმუშოა, ეს სამაგალითო სახელმძღვანელო უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდათ ისწავლონ სცენარის კეთება, როგორ უნდა აიგოს სიუჟეტი, რა არის მე უნდა მოხდეს და როგორ უნდა დაიწეროს დიალოგები. ეს არის სასწაულად გაკეთებული და ყველა ის სერიალი, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომელიც არის ხარისხიანი, თავის თავში მოიცავს პირველ ყოვლისა გამართულ სწორ დრამატურგიას. მის გარეშე თქვენ წარმოუდგენელია, რომ რაღაცას უყუროთ, ოღონდ რა თქმა უნდა, თუ ჩართული ხართ და გაინტერესებთ თვეების განმავლობაში. ხომ არ გულისხმობ მხოლოდ ზედაპირულ რაღაც დაინტერესებას. და ეს ყველა მათგანი, ეს ამერიკული იქნება თუ ბრიტანული, სხვა შორტ ბრიტანელებს ძალიან კარგი სკოლა და BBC-ის კონკრეტულად. განსხვავებით ფილმისგან, მოვკითხულობდი რაღაც სტატიებს იმის შესახებ, რომ არა, ბრიტანეთში სერიალები პოპულარული გახდა, ბრიტანული სერიალები, ვიდრე კინო მაგალითად. ძალიან პოპულარულია შორტ სერიალები. ხო, შორტისშიც და აი ზუსტად რასაც ლაპარაკი არის, აი გმირის განვითარების საშუალება არის. უმრავლეს აი კარგ სერიალებში არის ზუსტად ეგ, რომ ანუ ეს რომელიღაც გმირი თუ ანტიგმირი, ეს განიცდის რაღაცა ცვლილებას, ანუ ხან კარგი ხდება, მერე შეიძლება ცუდი, ანუ შეგიძლია რომ ამის ცვალებადობას ისევე როგორც ცხოვრებაში რა მიყვე, იმიტომ რომ არ არსებობს რომ სულ კარგი იყოს და სულ ცუდი. და აი ეს ცვალებადობა სერიალს გაძლევს, სერიალი იძლევა ამის საშუალებას. კინოში 2 საათში ისინი უფრო საინტერესო არის, ვიდრე თქვა ის პრიმიტიული სიუჟეტები, რაც თქვა აკმაყოფილებს, ოღონდ ეს მართლა აკმაყოფილებს იმ ლათინურ საფნის ოპერებსაც, თურქულსაც. მათი მოთხოვნილება ალბათ არ არის თქვა ღრმად შესვლა რაღაცა ხოთაშორი მანდაც დაიწყო უკვე აი ბოლო პერიოდში მანდაც უკვე მიდის ცვლილებები ხო ანუ ისეთი მარტივი აღარ არის როგორც თქვა როდესღაც ადრე იყო იქაც აი რაღაცა დრამატურგიული ისინი დაიწყეს ეს ლათინურები მაგალითად ძალიან პოპულარული არის ამერიკაში უკვე იმიტომ რომ ისედაც ლათინური მოსახლეობა ყავს ძალიან დიდი და უკვე ამის ათეულებში შედის ლათინური სერიალები ბევრი აქვს თვალსაჩინო ლათინური ჩვენთანაც ერთხელ იყო რომელიც ისინიც გადავიდნენ ამ ჩვეულებრივი დრამისგან და სიყვარულებისგან და არის რაღაცა ნარკოდილერებზე რაღაცა ძალიან სხვაგან არიან ისინიც ვითარდებიან რომ იმათაც აქვს ძალიან ბევრი ბაზარი ასათვისებელი ანუ ფათის ეგრეთ არის სადღაც დაარჩენს სინამდვილეში რომ გადმოვერთოთ მე ფიქრობ რომ აქ უნდა შეიქმნეს და შეიძლება ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი რომ საქართველოში შეიქმნეს სერიოზული ასე ვთქვათ კინოინდუსტრია მომავალში და იყოს სერიალებიც მაგალითად ძალიან კარგი რასაკვირველია გეთანხმებით და შესაბამისი ბიზნესი რომელიც ამას დააფინანსებს რომელიც ვთქვათ ეკლესიების მშენებლობას გასდება ან დაუშვათ ძირთად რაზე მიდიოდა ხო ჩვენ ფინანსები მსახიობების და მომღერლების ჩამოყვანა ეკლესიების მშენებლობა ჩავდოთ სერიალებში სხვათა შორის თურქული სერიალებიც ეს აღზევებაც ხო სხვათა შორის თურქული სერიალებიც აღზევებს თავისთავად იყო სახელმწიფოდან წამოსული ფაქტიურად ინიციატივა იმიტომ რომ ამ სერიალებით რეალურად ან თურქეთი ამტკიცებს რომ თვითონ არის ანუ აზიურ ნაწილში ევროპულ აზიური კულტურის ისეთი ძალიან განვითარებული ქვეყანა ანუ ამის პოპულარიზაციას აკეთებს თელთა იმ ტერიტორიებზე სადაც ეს თურქულები გადის ანუ ეს ექსპანსია არის ხო ანუ გადაწყვეტეს რომ მოდით ეს ჯობია კულტურულად გავაკეთოთ და ამიტომ ბევრისთვის არის მიღწევები იმიტომ რომ ევროპულიც არის აზიურიც აი ამ ორი კულტურის დაჯახებაც არის და ამათი ბრძოლა და რომ ესენი არიან ძალიან განვითარებული არც ჩარჩენილები და არც მაინდამაინც ბოლომდე ეს ევროპული ვითომ ცუდის ისინი პირდაპირ საუბრობენ ზუსტად ეგ აქვთ კულტურულ ეკუმენეზე საუბრობენ ბათუმიდან სარაევომდე ესე არ იყო საკმაოდ დიდ კულტურულ ანუ რეალურად მაგისტრის გააკეთეს ოსმალური იმპერიის გავლენა ვრცელდებოდა ამიტომ შეიძლება იყოს არამედ რაღაცა კონკურენტული გარემოს შექმნა სადაც შენ გექნება საშუალება ნახო ესეც და
ყველაზე მთავარი აწარმოოს შენი, რაც ალბათ ყველაზე საინტერესო და სწორი რამეჯი. არასწორია დირექტივები, გაგძალვა ან რაღაცა. აგრძალვით არაფერი არ გამოდის. ალბათ ყველაზე არასწორი. მაგრამ იცით რა უნდა იყოს? თუ შეიძლება დავამატებ თქვენს ნათქვამს, უნდა იყოს გარკვეული კონსენსუსი, აი თქვათ რა კულტურ პოლიტიკას ვეწევით ჩვენ სახელმწიფოში და აქ უნდა შევთანხმდეთ ყველანი, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში რომელიც არის წარმატებული არის და სტაბილური დემოკრატია არის, ყველგან არსებობს გარკვეული შეთანხმება რა ჩარჩოები აქვს ჩვენს კულტურ პოლიტიკას. ანუ ჩვენი კულტურ პოლიტიკა ჩემი აზრით უნდა იყოს დაბალანსებული, იმ გაგებით რომ რა შემოდის და ამიტომ ჩვენ რას ვახვედრებთ და რას ვქნით. აი მაშინ იქნებით ჩვენ გამარჯვებული. საგარეო პოლიტიკაზე და ამიტომ ჩვენ ჯერ ყველაფერზე გვიჭირს რომ შევთანხმდეთ. მაგრამ ალბათ ყველაფერზე უნდა შევთანხმდეთ. ესე პირდაპირ აგრძალვა ცოტა რთული არის ხო? ყველაფერზე გვიჭირს ჩვენ ძალიან სასაწყის პოზიციებში ვართ. და ბაზარი მე მგონი მეგობრებო ყველაფერს დაარეგულირებს და არადაც. ზუსტად იგივეა აგრძალვა მარიმუშავა იმ შემთხვევაში, როდესაც აი მოდით აღარ გავახმოვანოთ და სუტიტრებით იყოს, იმიტომ რომ რაც იყო თქვათ. არ იმუშავა? ბოლომდე არ მუშაობს, იმიტომ რომ ჯერჯერობით უნდა გაიზარდოს მაყურებელი, რომელსაც ძალიან კარგად ესმის ინგლისური, იმას ტიტრები უშლის ხელს და ვისაც არ ესმის, ის იმითი ვერ სწავლობს ვერასოდეს. ანუ კიდევ არის ვისაც ძალიან კარგად ესმის ინგლისური, მას შეუძლია მაგალითად წავიდეს და ხო, მე მაგალითად ვერ უყურებ, იმიტომ რომ ერთია რომ მე ის წარწერა მიშლის ნერვებს. ხო, მაგრამ წავახალისებს ინტერნეტის და პლუს ეხა მანდარი ისევ და ისევ ეკონომიური არის, როდესაც iTunes-ზე შეგიძლია იყიდო და გადაიხადო ფული, რომელიც შეგვიძლია წავახალისოთ. ყველას არ აქვს მაგის საშუალება და მეც მაგალითად ის სერიალები, რომელიც მომწონს, თქვენ ვარ და ქაჩავთ უყურე. ქაჩავთ იყიდო. თუმცა მე ვფიქრობ, ჩვენი სერიალები ქართული სერიალები უფრო მეტი რომ იქნებოდეს, ხო? მაშინ მაყურებელი უფრო ინტენსიურად იქნება ჩართული ამ ჩვენი სერიალების ყურებაში. რა თქმა უნდა, ყოველთვის ეგრე უბრალოდ ეს ჩვენ რა თქმა უნდა ხარისხიანი ხდება, უბრალოდ მარტო თემასაც შევეხეთ, ხო, თქვენ რა თემასაც შევეხეთ, ეხლა ეს შემდგომი ეტაპი, ეხლა ჩვენ ვარ ძალიან აი საწყის ეტაპზე ვართ, იმიტომ რომ ჯერ მარტო იმაზეა ლაპარაკი, რომ თქვა სერიალის შეიძლება იდეა გაუჩნდეს ჯგუფს, შეიძლება გაჩნდეს ძალიან კარგი სცენარი და მერე იწყება ეს საშინელი პროცესი, როცა რაღაცა დაფინანსება უნდა მოვიძიონ, იქიდან აქედან მერე კასტინგი იწყება რაღაცა და ანუ ძალიან რთულად იბრძვა ეს ყველაფერი და საკმაოდ ძვირიждდება და მერე აღმოჩნდება, რომ თუნდაც ადამიანს თავის თავს არ მუშაობს და თქვა არ გაამართლებს. ვერ ინახავს თავის თავს. ანუ ჯერ აქა ვარ. სურვილი რაღაცნაირად ოცნებასავით გამოვხატო, მაგალითად ძალიან კარგი სერიალი შეიძლებოდა გაკეთებულიყო ბესიკ გაბაშვილის თემაზე. იმიტომ რომ არსებობს საქართველოში, ქართული ლიტერატურაში ცნობილია რომანი აკაკი ბელიაშვილის თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა და მესამე ტომი არის ოქროს ჩარდახი, ანუ ბესიკი უკვე იმერეთის სამეფოში. სხვათა შორის, აქ ყველაფერი არის, რაც ჭირდება სერიალს. ინტრიგაც არის, რომანიული ისტორიები ბესიკ გაბაშვილის, მისი, ასე ვთქვათ, პოლიტიკანობა, მისი ორპირობა სამეფო კარის, ასე ვთქვათ, კონფლიქტები, ხვანჯები, ყველაფერი. სცენარს ხო არ შემოგთავაზებთ ეს ამ ისტორიის, საკმარისი თავისუფლად რა თუ გაგაჩნიათ? აი იდეა მშვენიერია. მშვენიერი იდეა თუ გაქვთ, მაგრამ წარმოიდგინეთ ეს კონსტრუირებული. საპილოტო ვერსია თქმა უნდა. წარმოიდგინეთ ექსტერიერში ძვირი არის, რა თქმა უნდა. არის შემთხვევები, როდესაც მართლა ძველი ისტორიული თემა არის აღებული და მე ეს ყველაფერი არის გადმოტანილი თანამედროვეობაში, იგივე შერლოკ ჰომსაც შეეხება რა, HBO-ს აქვს შერლოკი და თქვა არსებობს ელემენტარი, რომელიც არის ადაპტირებული ნიუ-იორკში ხდება ჩვეულებრივ. ტექნოლოგიათან ადაპტირებული არის საოცრად არ შემიძლია ეს არ აღვნიშნო. ყოველ ჯერზე მაუცებს როგორ შეიძლება რომ არ ვიცი ეგ როგორ მოახერხეს სცენარისტებმა. ხო, ისეთია, მაგრამ ნუ ეს არის ძალიან მოკლე სერიალი, არსებობს გრძელი სერიალები, რომლებიც მართლა ძველი თემიდან არის აღებული და ეხლა უნდა ვთქვა პირდაპირ სცენარისტები, აი თვითონ სცენარისტები ძალიან ცოტა ყავს რა, აი პირდაპირ ვამბობ. ყოველგვარი მიკი-მოკების გარეშე პრობლემაა. გამოცდილი სცენარისტები, რომლებიც იციან, რომელი სცენის მე რომელი სცენის დაწერა ჯობია, რომ იმ სცენამაც იმუშავოს და ამ სცენამაც იმუშავოს და ამ პერსონაჟისთვის რა ჯობია და ძალიან რთულია ეს. ნელი უნდა იყოს. ისწავლება სადღაც თუ არის ისწავლება, რა თქმა უნდა, უნდა იყოს. დღევანდელ, ასე ვთქვათ, სერიალებში არის ასეთი პრინციპი. რიტმი უნდა იყოს ნელი, რომ იმ ადამიანმა, ვინც გამოტოვა, ანუ განვითარების რიტმი, რომ გამოტოვა ის დაეწოს, რაღაცნაირად მიხვდეს რაზე არის. ორი სერიის გამოტოვების საშუალება რო ქონდეს, ალბათ ყველა მაყურებელს. არის სერიალი, ბევრი ჟანრი არის და სხვადასხვა დროის და სხვადასხვა სეგმენტის არის და შესაბამისად ჟანრობრივად ძალიან განსხვავდება და ზუსტად ეგ არის 45 წუთში უნდა მოყვე ისეთი რაღაცა, რაც
გასაგებია. დიდი მადლობა. მე მიყავით ჩემი სტუმრები. არ გადართოთ, ჩვენ მალე დავბრუნდებით. ბრუნდებით სტუდიაში კიდევ ერთხელ მოგესალმებით. უკვე რამდენიმე დღეა თბილისში გუნდა კეთდება, სწორედ ამიტომ ჩვენი დღევანდელი თემაც არის უამინდობა. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს სვეტლანა ნიორაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსი, ლუკა ყვავილაშვილი, ნიჭიერის ფინალისტი, თორნიკე შიოლაშვილი, დასუფთავების სამსახურის უფროსი და მევლუდ მელაძე, საქართველოს ეროვნული საავტომობილო სპორტის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. პირველ რიგში მინდა თქვენ კითხოთ, ქალბატონო სვეტლანა, რა პროგნოზები არის ზოგადად თბილისსა და რეგიონში? გამოიდარებს თუ ისევ გველოდება უამინდობა, სიცივე და ყინვა? გახსენებთ, დასავლეთ საქართველოში გამოიდარა, უკვე არცად არ თოვს, არც წვიმს და აღმოსავლეთ საქართველოშიც თითქმის უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ზოგან თუ შერჩება, ცოტა თუ წამოთავს კიდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მაგრამ ვაძლიერებთ ყინვებს. ყინვებია. მერე თუ გველოდება კიდე რამე? არა, ეს ყინვები ახლა 1-2-3 დღე კიდე შენარჩუნდება და მე უკვე შესუსტებისკენ წავა. ახლა 5-ში უკვე დღის ბოლოს შავი ზღვის მხრიდან შემოდის ცოტა ნოტიო ჰაერის მასები და მოტყდება, გატყდება ეს ყინვები და დასავლეთ საქართველოში ცოტას წამოწვიმს და აქაც უკვე ისეთი ყინვები აღარ არის მოსალოდნელი. აი ეს რისი ბრალი არის ეს ტემპერატურის ესეთი მკვეთრი ცვლილება? ეს ჩვეული არის ყოველ წელს ალბათ არ არის, იმიტომ -16 ცოტა ბევრი არის მე მგონი. არა, ჩვეულებრივი ამბავი ნამდვილად არ არის, თან თებერულისთვის უფრო უჩვეულოა, მაგრამ ანომალიაც არ არის. უფრო ცივი ზამთრები და თებერულები ყოფილა საქართველოში, მაგალითად თბილისში 72 წელს დაფიქსირდა -14 გრადუსი ყინვა ღამით და დღისით იყო სულ -5, -6 გრადუსი ზუსტად თებერულის დასაწყისში. 76 წელს იყო ცივი თებერვალი, 84 წელს 2008. კი, იყო წლები რომ მტკვარიც გაიყინა. კი, ხო ნახოთ ახლა რა სიმკაცრის ყინვები იქნება, ვარაუდობ თბილისში დაახლოებით -10, -11 შეიძლება დაფიქსირდეს ღამით ტემპერატურა და დღისითაც უარყოფითი ტემპერატურა გვაქვს -5-მდე. გასაგებია. დასუფთავების სამსახურთან მინდა რომ გადმოვიდე შეკითხვით, რა მდგომარეობა ამ წუთებში თბილისის ქუჩებში? რა ხდება? დასუფთავდა ქუჩები, რომლებიც მოყიდდა. პირველ რიგში მოგესალმებით. დასუფთავების სამსახური უკვე რამოდენიმე დღე არის გადასულია საგანგებო რეჟიმზე. ჩვენ მობილიზებული ყავს მთელი ჩვენი ტექნიკა, ასევე ჩვენი თანამშრომლები. მომარაგებული გვაქვს ტექნიკური მარილი და ეს დღეები უკვე 24 საათიან რეჟიმში ხდება ქალაქში მარილის მოყრის სამუშაოები, განსაკუთრებით გუშინ და გუშინ წინ ღამის პერიოდში მოგვიხდა ძალიან ბევრი მარილის მოყრა გახდა საჭირო ქალაქში. ამ წუთისათვის ძირითადად ყველა ქუჩა გახსნილი არის და ეს სამუშაოები რა თქმა უნდა გაგრძელდება იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ჩვენს ქალაქში იქნება თოვლი და ყინვები. უამინდობასთან დაკავშირებით იყო რაღაც პრეტენზიები მერიისადმი, იმიტომ რომ შეიქმნა გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები, მანქანები გაჩერდნენ, ქუჩები მოიყინა, ტაქსები გამოძახებებზე ვერ მიდიოდნენ. რამდენად საფუძვლიანი არის პრეტენზიები მერიისადმი, ხო იყო ცნობილი, რომ თქვათ რაღაცა ერთი კვირით ადრე ან ორი კვირით ადრე, რომ ამინდები გაფუჭდებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისათვის მზად ვიყავით. როდის დაიწყო თქვათ სამუშაოების ჩატარება, კონკრეტულად რა გაკეთდა მანამდე, სანამ უშუალოდ ფაქტის წინაშე დავიწყო. სანამ თოვლცვენა დაიწყებოდა ქალაქში და სანამ ისეთი დაბალი ტემპერატურები იქნებოდა, ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვიყავით ამისათვის. თუმცა, როდესაც უკვე დაიწყო თოვლცვენა და უკვე მოიყინა ქალაქის ქუჩები, ამას გარკვეული პერიოდი ჭირდება. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და ბუდიში მოუხადა ყველა ჩვენი ქალაქის მოსახლეს, თუმცა მინდა ისიც დავაფიქსირო, რომ დედაქალაქში დაახლოებით 2000-მდე ქუჩა არის, სადაც ჩვენ ვახორციელებთ მარილის მოყრის სამუშაოებს და რა თქმა უნდა, ბუნებრივია ამ 2000-მდე ქუჩის გახსნა 10 წუთის 15 წუთის განმავლობაში ვერ მოხდება. ანუ ამას ჭირდება გარკვეული პერიოდი, დაახლოებით 7 საათისთვის უკვე დაიწყო ქუჩებმა მოყინვა ქალაქში, ასევე თოვლიც ფიქსირდებოდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვეულებრივ ამინდშიც უფრო პიკის საათი, ასე ვთქვათ, სადაც
რა დროსაც უფრო საცობებიც არის ქალაქში. Რა თქმა უნდა, ამ პირობებში ცოტა უფრო შედარებით რთულია და დრო ჭირდება ქალაქის ქუჩებში მარილის მოყრას. თუ გვაქვს საკმარისი მარილის მარაგი თქვა. რა თქმა უნდა, მარილის მარაგი იმისთვის რომ თუ განმეორდა და იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდება კიდევ ამდენი ხანი წარმოგაგზავნოს ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს. თქვენ როგორ ფიქრობთ? ყინვა კი ჯერჯერობით იქნება ყინვები. ანუ დაგჭირდება 5-დან წავა შესუსტებისგან. კი, ჩვენ მარილის მარაგი გაგვაჩნია რა თქმა უნდა, აი დღესაც ამ წუთისათვისაც ტექნიკა უკვე დატვირთულია ტექნიკური მარილით, თუმცა თოვლი ჯერ არ მოდის, მაგრამ ჩვენ მაინც მზად ვართ და სადაც საჭირო იქნება მარილის მოყრა მთელი ღამის განმავლობაში რა თქმა უნდა ჩვენ ამას გავაკეთებთ. მეულოდთან მინდა გადავიდე შეკითხვით ბატონ მეულოდ ბევრი მანქანა გაჩერდა თბილისში თოვლი მოვიდა გზები დაიყინა და უცებ აღმოჩნდა რომ ქუჩებერი ცარიელი იმიტომ რომ არ ვიცი რატო მაგრამ ვერ არის მძღოლება ტაქსებს ვერ ვიძახებდით ვერ გადავადგილდებოდით თქვენ გამოცდილი მძღოლი ხართ და დიდი ხანია ალბათ ბევრი ზამთარი გამოგიuliათ საკუთარ მანქანასთან ერთად რა შეგიძლიათ ურჩიოთ მძღოლებს რომლებიც არ ემზადებიან ან ნაკლებად ყურადღებიანები არიან ან არ ფიქრობენ რომ ჯერ კიდე დიდი დროა ზამთრამდე და უცებ აღმოჩნდნენ ასე ვთქვათ შარში, იმიტომ რომ გაიყინა ყველაფერი. კი, ზოგადად ეს ჩვენი პრობლემაა, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდგებით, მანამდე არ ვამზადებთ არაფერს, ანუ არ ზამთრის საბურავებს და გადავდივართ, ოდნავ როგორც კი დაიწყება პრინციპში ისევე მაშინვე არის საჭირო რომ გადავიდეთ ზამთრის საბურავზე, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ნოემბრის ბოლოსკენ უკვე უნდა კონდეს ზამთრის საბურავები, იმიტომ რომ ეს პირველი, აი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ზამთარში ჭირდება. საბურავები არის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იმით დგავართ ზედაპირზე, ანუ ვეჭიდებით. ფეხსაცმელია. ანუ რა გაცნობთ ჩვენ ფეხსაცმელი, ანუ პადოშის ზირიანი ფეხსაცმელი არ უნდა იყოს, უნდა იყოს რეზინის ზირიანი, ესე საბურავების შემთხვევაშიც. ну გარდა ამისა ძალიან ბევრი წვრილმანია, ანუ სულ აი შეიძლება აკინძო და აკინძო წვრილმანებისგან გამოცდილება ძალიან საჭიროა, ამიტომ რა არის წვრილმანები, აი რა აი ბევრი მაგალითად გაყინული და კარებს ვერ აღებ მაგალითად რა უნდა ქნა მაგრამ ცხელი წყალი დავასხით მეგობრის კარს გუში რა კარგი ვერსია არ არის ეგ არსებობს პრინციპში რაღაც უმარტივეს ხსნარები და გასამართლებლებზე ესენი იყიდება რომელსაც მიასხავ და ძალიან მარტივად იღებ იმიტომ თუ დავასხით წყალი ის იმ წუთშივე გავაკეთებთ კი მაგრამ მე ხო გვინდა ესე რომ გადმოვიდეთ შუშაზე არ ვარ გაწყლის დასხმა იმიტომ რომ ის მასამთლიანი მაინც ცივია იმ წუთში შეიძლება ჩამოაშოროს, მაგრამ მე გაიყინება. ან ჯერ უნდა დავქოქოთ მაინც ავტომობილის შიგნას გათბეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დავასხათ, რომ შიგნას სითბომ გააწონას სწოროს და ისე უცებ არ გაიყენოს, რომ შეიძლება სულად დაფშვნას კიდევაც წინა ჩვენ საკარემინა. კიდევ მოვისმინე ხელის მუხრუჭი რომ ამოწეული იყო და მიეყინა. კი, აი ხელის მუხრუჭი. აი მაგ დროს რა უნდა ვქნათ, გაყინული თუ დაგვხვდა. ბევრი წვრილმანია მაგალითისთვის, რა თუ ძალიან ყინავს ანუ თოვლი ფაფუკია და წყალი ასა და არ არის ხო მაშინ არ აუშავ შეიძლება ამოვწიოთ ხელის მუხრუჭი მაგრამ თუ უდნავ მაინც ისველე იყო რა ანუ ტემპერატურა მერყეობს სადღაც თბილია სადღაც წყალია თუ წყალია ხსა და ამ წყალი მოხდა სადღაც სამუხრუჭე სისტემაში ხო და ჩვენ ამოვწიეთ ხელის მუხრუჭი ოდესაც ის გაიყინება ვერაფერს ვერ უზამთ აბსოლუტურად გამორიცხულია უნდა დავალოთ სანამ ბოლომდე არ გათბება თუ არ გადნება არ ჩაიწევა იმიტომ რომ გაყინულ სისტემას რას უზამ ვერაფერს ამიტომ ჯობია საერთოდ არ ამოვწიოთ ხელის მუხრუჭი ეს არის ესეთი რეკომენდაცია, გავაჩერეთ ავტომობილი, მოუხვრიოთ საბურავი ან ტროტუარს მივაყუდოთ ან რაღაც ისეთი ვქნა და ავტობუსის სიჩქარეში ან პარკინგში, მაგრამ ხელის მუხლუს საერთოდ არ შევახოთ. რა არის აი ის შეცდომა, რასაც ზამთარში ყველაზე ხშირად მძღოლები უშვებენ, აი რაღაც სრულწმენა ან რამე ისეთი ნასწავრი, აი ცხელი წყლის დასხმის არ იყოს დაკაყინულ კარზე. ძალიან ესეთი მოარული ესეთი ფრაზა დადის, რომ არ შეიძლება მუხრუჭი საერთოდ, მაგალითისთვის ვიტყვი რა. რატომ არ შეიძლება? აბა რა უნდა ქნა, ხო უნდა გააჩერო ადროთი გვია, ხო? ან მუხრუჭი რა თქმა უნდა შეიძლება, უნდა იცოდე როდის და როგორ და სიმკვეთრეები არ შეიძლება. ანუ თუ თოვლიან და ყინულიან საფარზე მართავთ ავტომობილს, ხო, ნუ მკვეთრი ნებისმიერი სიმკვეთრე ნიშნავს მართვის დაკარგვას, იმიტომ რომ ვერ გამოყვება ავტომობილი. ანუ თუ ასფალტის შემთხვევაში რა, საჭეს რაღაცა დოზით მოუხოდით და ის რეაგირებდა თუ არის თოვლიანი ყინულიანი, ნიშნავს რომ ის ისე ვერ რეაგირებს. ის რა თქმა უნდა რაღაცა ადრე უნდა დავიწყოთ ყველა მოქმედება და უფრო იმიტომ რომ გაზრდილი არის დრო ალბათ რეაგირების. ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც საგზაო შემთხვევა მოყვება ხოლმე, ეს არის აი მოუხვიეთ საჭე და ავტომობილი არ მოყვება. ანუ მაინც იქეთ მიდის, საერთოდ ინერცია მიაქრა. რა ვქნათ ამ დროს? ჩვენ ვაგრძელებთ შეცდომა რაშია, ვაგრძელებთ კიდევ უფრო მეტად საჭის მოხვევას, იმიტომ რომ გვინდა რომ იქეთ წავიდე, საერთოდ საჭეს ვატრიალოთ.
არაფრით არ წავა იქით ავტომობილი, იმიტომ რომ მას უკვე ინერცია იქით მიაქანებს და ჩვენ თუ კიდე უფრო წინააღმდეგობას გავუწევთ, ის პირდაპირ გააგრძელებს სულას. ანუ პირიქით უნდა დავარბილოთ, უფრო უნდა გასწორებისკენ წამოვიღოთ საჭე და უფრო კალი უნდა გავაკეთოთ, უფრო დიდი და შევეცადოთ, რომ სიჩქარე ოდნავ შევანელოთ და არა მკვეთრად. ანუ თუ ვატყობთ რომ არ უხობს, ვანელებთ და ვაგრძელებთ ისე პირდაპირ სულას და მერე შევეპარებით და მოვუხოთ. ეს არის რომ გამოუძვრეთ იმ სიტუაციას. კიდევ დაუბრუნდები რჩევების კასკადს თქვენგან. ლუკა, შენ მაინც თუ გიხარია თოვლის მოსვლა? ნუ ეხლა ალბათ როგორც ყველა ბავშვს და მით უმეტეს სრიალის მოყვარულს კი მიხარია თოვლის მოსვლა, იმიტომ რომ საშუალებაა რომ წავიდე გუდაურში ვისრიალო. სრიალებ კიდევაც ყველაფერთან ერთად რაც შენზე ვიცით. ხო, სრიალი მიყვარს კი. დიდი ხანია სრიალებ 2-3 წელიდან მოგეთ. 2-3 წლიდან თუ 2-3 წელია? 2-3 წლიდან. ანუ კარგად უნდა სრიალებდეთ წესი. ეგეც რა არის მათემატიკასთან რამე კავშირში სრიალი? ნუ უბრალოდ მამაჩემის ინიციატივით ადრე ასაკში დავიწყე რა სრიალის სწავლა. მერე გამოდის რამე მანდ? ნუ მამაჩემი ალბათ რომ კი და ალბათ ეგრე იქნება. შენ თვითონ თუ მოგწონს რასაც აკეთებ სრიალი? კი ალბათ. გუდაურში რო არ წახვიდე თბილისში რამდენად შეიძლება რომ თოვლით გაერთოს ბავშვი? ნუ რა გუნდაობა არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ცნობილი გართობა ეზოში მით უმეტეს და ნუ ეხლა უკვე ამ ბოლო დღეებში ციგებითაც სრიალებთ ხუმი და მოკლედ კარგად ვერთობი ამ თოვლის სახვევი. რამე ადგილები თუ არის ისეთი რომ ბავშვი იქ რაღაცა შევიკრიბოთ და იქ ერთმანეთს გუნდაზე არ ვიცი, მაგრამ ის ჩემს სახლთან არის ძალიან ახლოს რაღაც დიდი ის დაღმართია ძალიან. დაქანებული და იქიდან უშვებით ხოლმე ციგით, ხო? ის თავში იყინება თუ წყალს ასხამს? არა, თავში. ესეც ცივში თავში იყინება. გადასარევი ბავშვებს, რადგან ბავშვები ქუჩაში თამაშობენ ხშირად. მე პირადად მაგალითად ძღოლი არ ვარ, ფეხით მოსიარულე ვარ, ამიტომ მე შინია ხოლმე მოყინულ გზაზე ფეხით გადასვლაც, იმიტომ რომ მანქანა არ მოცულდეს და აი რაღაცნაირად ეს რომ ვურჩიოთ ძღოლებს რომ სიფრთხილე გამოიჩინონ. მაგ შემთხვევაში ჯობია მაინც ფეხით მოსიარულეებს ურჩიოთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მოყინულის დროს არის ავტომობილი ძალიან დაბალ სიჩქარეზე უკონტროლო. ანუ მაგალითისთვის ალბათ ყველას გვინახავს, ნუ გასართობად მაინც დაუშვათ YouTube-ზე ის რომ მოცურავს და ვიზახის მიშველეთ რაღაცებს ყვირის, იმიტომ ძღოლი, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ცulis აბსოლუტურად. ანუ ავტომობილი გაცურდა, მართოს არ ექვემდებარება არაფერი, არ ეჭიდება არაფერს და მიდის. ამ შემთხვევაში ხო თუ ფეხით მოსიარულე ოდნავ ყურადღებიანი მაინც იქნება, ძალიან იოლად შეამჩნევს რომ ავტომობილს მართვა დაკარგული, როგორც მინიმუმ თუ მოახერხა მით უმეტეს რაღაც ან დასიგნალებას დაიწყებს, ან ყვირილს მაინც დაიწყებს ძღოლი რაღაც ესეთი. ან თუ შევატყვეთ რომ სწორად არ მოდის და გვერდულად მოდის რაღაცნაირად ავტომობილი. გავერიდოთ ყველანაირად. ეს იმას ნიშნავს რომ მას მართვა აქვს დაკარგული ხო და წინასწარ მაინც ყურადღებით ვიყოთ. რომ ვიღაც სადმე არ მოცურავდეს ჩვენსკენ დასაჯერებლად. მახოთ ფეხით მოსიარულეებს ხო არ ურჩევთ, ანუ მძღოლებსაც რო ურჩევთ, რომ მაინც ფრთხილად ვიაროთ, თქვათ ქუჩაში, იმიტომ რომ ბავშვები თამაშობენ, გუნდაობენ. ხო, ნუ ალბათობა იმის, რომ ციგით ბავშვი ჩამოიქროლებს ძალიან დიდია, იმიტომ რომ ძალიან უხარიათ ბავშვებს, ნუ ჩვენც ვიყავით ბავშვები და ჩვენც გვიქნია ესეთი რაღაც, ანუ გზაც კი გაგვიფუჭებია ხშირ შემთხვევაში და ეხლაც ხდება ეს, რომ ბავშვები რაღაც ადგილზე წყალს მოასხავენ, იმიტომ რომ რაღაც თავისთვის ყინული მოიწყონ, ესეთი მოულოდნელი ადგილები ყოველთვის არის, ამიტომ ზღოლებს უფრო მეტი ყურადღება იმ შემთხვევაში თუ მივადგით რაღაც დაღმართს, ყველაზე რთული მაინც დაღმართია, დაღმართის ჩასვლა. თუ მივადგით რაღაც დაღმართს, ჯობია წინასწარ გადავიხედოთ მაინც რა ხდება, ან ვიღაც მოყინული ხო არა, ან ვიღაც ხო არ ციგაობს და დაშვებითაც თუ დაღმართზე მაინც გადავწყვიტოთ რომ დავეშვათ და ვიტყვი რომ არ დავეშვათ თუ მოყინულია, ჯობია შორიგზდან მოყვაროთ და მშვიდობით მივიდეთ, მაგრამ მაინც თუ გადავწყვიტოთ რომ დავეშვათ, ვიპოვოთ, ანუ თვალეთ ისეთი ადგილი, სადაც უფრო ხაოიანია, ან ტროტუართან ახლოს ჩავყვეთ, იმიტომ რომ იქ არ არის ხოლმე მოყინული და ბოლო შემთხვევაში საბურავს მაინც მივაყდნობთ და გაჩერებაში გამოგვადგება, ან რაღაც ისეთი ადგილი შევარჩიოთ, საერთოდ შეიძლება გზიდან გადავიდეთ კიდევაც და ისე ჩავიაროთ ის მონაკვეთი. გასაგები და მაინც შენთან ატოლებსაც უთხარი რომ ეგეთ ადგილებში არ იციგავთ. თქვენთან გადმოვალ ქალბატონო სვეტა, მე მინდა კითხოთ, დააგვიანა სეზონის გახსნა გუდაურში და ბაკურიანში, რაღაცა თოვლი არაფრით არ მოვიდა, ნუ აქამდე. ეხლა რა ხდება? ნამდვილად ეგრეა, გუდაურში არ ყოფილა
რამდენიმე წელი კაი ხანია ასეთი გუდაურში ყოველთვის თოვლია დეკემბრიდან დაწყებული იანვარის ყოველთვის თოვლის წელს არა დაეგვიანა ეხლა 85 სანტიმეტრია თოვლის საფარი გუდაურში გიხარობენ ვისაც არის ეხლა ასე ადვილად ვერ დადნება ეს თოვლი ბაკურიანში ცოტა ნაკლები თოვლია იქ 9 მეტრამდეა 48 სანტიმეტრია სადღაც თოვლის საფარი და დასავლეთში უნალე ქვამინდებია ეხლა იქ ისეთი არაფერი არ ხდება შეიძლება მე შეგეკითხოთ ამ ბოლო დროს ამ ჩემი დაკვირვებით ხო ჩემი დაკვირვებით რაღაც ზამთარმა ცოტა გადაინაცვლა ადრე ცოტა დეკემბრიდან იწყებოდა იყო ანუ ახლა იწყება იანვარში და თარდება მარტის ბოლოს თებერვალი უფრო გააქტიურდა ამ ბოლო დროს იმიტომ რომ ნუ ჩვენთვისაც რა მრბოლელებისთვის თოვლი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი თემა როგორც კი წამოვა თოვლი გავარდებით ვიწყებთ ვარჯიშს იმიტომ რომ ცოტა ხანი გვაქვს ეს თოვლი გზაზე იმიტომ რომ დასწრაფად სამსახური სასწრაფოდ მარილს აყრის და ვიფუჭებს ანუ პოლიგონს არა რამდენიმე საათი გაქვთ სანამ მოასწროს მარილის დაყრას იმიტომ რომ დრო ჭირდება პირველი სადიწყებენ მარილის დაყრას და ანუ სხვა ადგილას გადავარგილებთ ხოლმე მოგვძებენ და ჩვენ მივდივართ და ვარჯიშობთ გზა და გზა. ამ ხო და რამდენად მართალი ვარ ამაში მართლა ესეა თუ არ არის? არა, ეგრე არ არის. ჯერჯერობით თავის ადგილზეა გაზაფხულით ზამთარი. დეკემბერს იწყება ზამთარი. მეტნაკლებად ხან ასეა, ხან ისეა. ყველაფერი ამ ატმოსფეროში რაც ხდება, იმ პროცესებზეა დამოკიდებული. გასაგებია. ლუკა, შენთან მინდა გადმოვიდე შეკითხვით, შენთვის რა არ არის თბილისში, იმისთვის რომ თბილისი იყოს თოვლის დროს აი ძალიან კარგი ქალაქი. ну ამ პერიოდში ახლა არაფერი ალბათ მაგრამ ну არა ხო ახლა ყველაფერი მომწონს ხო აღმერთებით საკვერისი არის იმისთვის რომ ციგით ჩამოსრიალდე ხო მაგრამ ისე ახალწელს რო ყოფილიყო თოვლი უკეთესი იქნებოდა ახალწელს რაღაცა უფრო ისე ახალწელ განწყობა იქნება და რაღაც დიდი მადლობა გისურვებ რომ შემდეგ ახალწელს იყოს თოვლი იმედი ამაში თქვენ დაგვეხმარებით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემთან სტუმრობისთვის არ გადარდათ მალე დავბრუნდებით ბრუნდებით პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ მოგესალმებით წარმოგიდგენთ ჩემი შემდეგი ბლოკის სტუმრებს ესენი არიან ბატონი ნიაზ მამრიკიშვილი სასჯაჭიბრო კომიტეტის თავმჯდომარე გამარჯობა ეროვნული ნაკრების წევრი შალვა მამუკაშვილი კვაჭი ოღონდ ამას ავხსნით მოგვიანებით პოზიციით კვაჭი მერაბ შარიქაძე ასევე ეროვნული ნაკრების წევრი შუამარბი და რაგბის ყველაზე დიდი გულშემატკივარი საქართველოში ნიკა რამიშვილი გამარჯობა ყველას მოგესალმებით და ყველას დიდი მადლობა რომ გამოძებნეთ დრო და მოხვედით ჩემთან სტუმრად ნიკასთან დაკავშირებით არამარტო ფიზიკურ კონდიციებს გულისხმობთ ალბათ ისედაც არა ფული და გული რა თქმა უნდა პირველ რიგში გილოცავთ სამბეჭდავ გახსნას ერთა თასის მიმდინარე სეზონის და სანამ უშუალოდ მატჩს მიმოვიხილავთ და ვისაუბრებთ თამაშზე, მინდა რომ ისეთი მაყურებლისთვის, ვინც არ იცის, თქვათ, იგივე ჩემთვისაც მაგალითად, რას ნიშნავს ერთა თასი, რომ აგვიხსნათ? ერთა თასი, ასე ვთქვათ, ალტერნატიული ჩემპიონატი, ევროპული ჩემპიონატი არის დიდი 6 ერის გათამაშების. ოღონდ რანგით ცოტა უფრო დაბალი გუნდებისთვის. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ის საუკეთესო 6-ეული, რომელიც 6 ერის გათამაშებაში მონაწილეობს, გადავალობაში მყავს 4 ბრიტანული გუნდი პლუს ფრანგები და იტალიელები და საიდანაც წააგებენ თუ მოიგებენ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ფორმულა არ იცვლება ამას სადავეები ჯერ კიდე საუკუნეა. ყოველთვის ერთმანეთში თამაშობენ და ხანვინ არის ჩემპიონი ხანვინ, იქიდან არავინ არ გამოდის და გადის. ანუ ბოლო ადგილოსანი არ ტოვებს იმ ჩემპიონატს. და სასჯელი რა არის აბა მაშინ? სასჯელი ხის ყოვზი. იმისთვის ვინც ყველა თამაშს ააგებს. ეგ ძალიან საინტერესო კითხვით დაიწყეს. აიღო ხის ყოვზი. ამის ალტერნატიული ჩემპიონატი უკვე იმისათვის რომ დაჩაგრულად არ გვეგრძნო თავი იმ გუნდებს რომელებმაც უკვე შეიძლება უახლოეს წლებში დავაბიჯოთ ქუსლებზე ფეხი იმ უძლიერეს 6-ეულს შეიქმნა ფირაერის მიერ ეს უკვე
სარაგბო გაერთიანება გახლავთ ევროპის შეიქმნა, შემდეგი 6 ერის გათამაშება, ეგრეთ წოდებული ერთად თასის გათამაშება, სადაც მონაწილეობ ჩვენ და ბობო კროპ უკვე კარგად ხანია, ბოლო 3 წელიწადია, მე მგონი ერთმანეთს მიყოლებით მოვიგეთ ისე რომ ბოდიში რო გაწყვეტინოთ, მაგრამ აი თუ აქ იგებ, მაგ შემთხვევაში მაინც არ აი მაგამდე მივალ ერთ წარმაცადე აუცილებლად აქ რა ხდება? აქ ხდება ის რომ ჩვენც რა თქმა უნდა ყოველწლიურად ერთმანეთში ვთამაშობთ. მემხედველობაში მაგ საქართველოს, რუმინეთი, რუსეთი ეს ყველაზე დიდი სტაჟის მქონე გუნდები ჩამოთვალე, პორტუგალია, ესპანეთი და ამ შემთხვევაში ბელგია, რომელიც დაემატა. აი რაც შეეხება მე-6 ადგილოსან გუნდს, ყოველ წლის დამარცხებული ბოლო ადგილოსანი უკვე ცვლის კიდევ უფრო რანგით დაბალ ქვეჯგუფში მოთამაშე გუნდთან ადგილს, იქ გამარჯვებულთან ადგილს. მაგრამ აქ გამარჯვებული რჩება ვაჟკაცი. ეს ბოლომან როვდება რომ ბოლო ავფეთქდეს და თქვას რომ გაგვიშვით წინ. როდის მოვა ეგ დრო? იმიტომ რომ აი მე მახსენდება ჩვენ დიდი ჟრიამური ქონდა სამოას ნაკრებს როცა აი ჩვენ მაშინ როცა გადაგვივა სამოასნაირი ქვეყნების მოგება, აი მე უკვე ალბათ რაღაც ეგეთი მსგავსი მოხდება და მოდით ბელგიასთან შეხვედრაზე რომ გადავიდეთ, თუმცა სანამ უშუალოდ პირველი თებერვლის მატჩს დაუბრუნდებით, მინდა გავიხსენოთ წინა სეზონის მატჩი, რომელთაც ქართველ და ბელგიელ მორაგბეებს შორის მინდორზე ნამდვილი მუშტიკრივი გაჩაღდა. გავიხსენოთ ის შეხვედრა და შემდეგ დაუბრუნდეთ უკვე შაბათს ჩატარებულ თამაშსაც. უშუალო ორი მომსწრე აქ ყავდა, მაგაზე ხმას როგორ ამოვიდა? შარშან ძიმე თამაში იყო ბელგიაში, ახალი ამოსულები იყვნენ ჩვენ დივიზიონში და ამას წინათ ტოტალ რაგბიზე უყურე, სპეციალურ გადაცემას მიუძღვნეს მაგათ, რომ აი საქართველოსნაირ გუნდს პირველად ვეთამაშებით და რამდენი ხანი ემზადებოდნენ ჩვენთან სათამაშოდ და არ ვიცი რა უნდათ და როგორ უნდათ ჩვენი ბრალია პირველ რიგში არ შევაფასეთ ისინი რა. და წამოგვიკიდეს პირველივე წუთზე ჩხუბზე, რამაც გამოიწვია მე დუდუ წითლით გააგდეს, იმათგანაც ერთი მოთამაშე გააგდეს, დავრჩით 14, აირია სულ მთელი სათამაშო გეგმა, სტრუქტურა რაც იყო, თან კიდე როგორც წესი ხა ერთი კვირის შეკრებილები ვიყავით და ისე გვიჭირს ხოლმე რა პირველი თამაში ყოველთვის ძნელია, ყველა თავის გუნდიდან მოდის ერთი კვირით ადრე შევიკრიბებით და უნდა ვითამაშოთ ერთად და არ არის ადვილი რა. მეორე, მესამე, მეოთხე ტური უფრო უკეთესი თამაში და უფრო ხარისხიანი გამოდის ხოლმე. და ყველაფერი ეს ერთად შეჯამდა და გამოვიდა ის საშინელი თამაში კინაღამ წავაგით რა. ვიმარჯვეთ, მოვახერხეთ, გამარჯვებული კლასის ხარჯზე მაინც. მაგის შემდეგ, ანუ ისე მოხდა, რომ შევასრულეთ ჩვენი მიზანი და 6 ერი მოვიგეთ, ასე რომ ჩავარდა ყველას აქვს, მაგრამ თავარია მოვახერხეთ გაძლიერება. რადგან თქვენ თვითონ ჩაგვერთეთ საუბარში ბატონო მერაბ შაბათს ჩატარებული მატჩის შესახებ, თქვენთან ვისაუბრებ. ამჯერად ყველაფერმა ექსცესების გარეშე ჩაიარა, თუმცა ტაბლოზე გამანადგურებელი ანგარიში დაფიქსირდა 35-0, ერთ-ერთი ლელოც სწორედ თქვენს ანგარიშზეა. ჩვენ ესე გამოვიდა, რომ ტრადიცია დავარღვიეთ ამ ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიცია დავარღვიეთ, რომ დაწყება გვიჭირდა ყოველთვის და რაღაცა გაუთვალისწინებელი რაღაცეები ხდებოდა, იქ ანგარიში რაღაც მოულოდნელობები, მაგრამ ეხა ისე მოხდა, რომ ყველაფერი წავიდა ისე როგორც ჩვენ გვინდოდა წასულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი ამინდი იყო, მოედანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, მაინც შევძელით და დავდეთ 6 ლელო, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, რომ 4 ლელოს ვოდებ, უკვე პრემიალურ კლუბს იღებ. ანუ ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ეს იყო, რომ 4 ლელო მინიმუმ დაგვედო და თამაში მოგვიგო თავისთავად. 4-ის დავდეთ და 6-ის დავდეთ. შემდეგი მატჩი გვაქვს პორტუგალიასთან თავისთავად. როგორც უკვე ბევრჯერ არის ეს ნათქვამი, მაგრამ ეს გამეორება მიწევს, რომ პორტუგალია საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქი არის. მით უმეტეს პორტუგალიაში ვთქვათ, ამიტომ ჩვენი სტილის საწინააღმდეგო სტილს თამაშობენ ესე ვთქვათ რა. ცოტა უხერხული არის, ეს ხდება საერთოდ, რომ რაღაც სტილები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ესე იმთხოვა პორტუგალიასთან და ჩვენთვის უხერხული მეტოქე არის. აქედან გამომდინარე. დავეთანხმები მე რას რა ხა მე ორჯერ გვაქვს პორტუგალიასთან თამაშები ერთად და არც ერთხელ არ ყოფილა ის რომ ბოლო წუთამდე დაძაბული იყო ორივეჯერ თბილისში ვითამაშეთ და ბოლო წუთამდე ვინ მოიგებდა არ იყო გადაწყვეტილი და ხა მანამდეც რო გადავხედოთ თამაშებს სტატისტიკა მეტყველებს რომ უხერხული მეტოქეა ჩვენთვის რა და რაც შეეხება მიზნებს ჩვენსას თავარია ეს 1-1000 პირველ ადგილზე დავამთავროთ
რომ სოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისში მოხვდეთ როგორც ევროპა 1, რამ ევროპიდან გადის 2 გუნდი, ევროპა 1, ევროპა 2 და მესამე გადათამაშებას თამაშობს და ჩვენ ჯგუფში პირველზე რომ მოხვდეთ, რომ ჩვენთვის სასურველ ქვეჯგუფში აღმოჩნდეთ იქ რა. სოფლიო ჩემპიონატი. აი რომელია თქვენი სასურველი ქვეჯგუფი? სასურველი ქვეჯგუფი არის შედგება ზელანდია. ზელანდია, ტონგა, არგენტინა და აფრიკა პირველი. ალბათ ნამიბია იქნება. სავარაუდოდ ნამიბია და ნუ ევროპა პირველი ვინც გავა, იმედი მაქვს ჩვენ. მე მინდა ვაღიარა რომ რაგბის ისე კარგად არ ვიცნობ როგორც ფეხბურთს. ფეხბურთში გუნდების ქვეჯგუფებში გადანაწილების დროს ძირითადად გულშემატკივრები ვნატრულობთ ხოლმე რომ ჩვენი საყვარელი გუნდი სუსტ მეტოქერთან ერთად მოხვდეს ქვეჯგუფში და როგორც ვიცი რაგბში არის პირიქით, რაც უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე გყავს ქვეჯგუფში ეს უფრო რაღაცნაირად სასიხარულოა და როგორ ხდება ეს ამბავი ან რატო ბატონ ნიკას? აქ არის სხვა რაღაც მუშაობს, რომ პრაქტიკაა პრინციპში. სარაგბო რაგბის ჩემპიონატი, სოფლიო ჩემპიონატი რაც არის, ჩვენ ჩავერთეთ უკვე 3-ჯერ ვითამაშეთ და ახლა წესით უკვე მე-4-ჯერ უნდა გავიდეთ და იქ არის ისეთი 12 გრანდი, რომელთან მოგებაც, წარმოუდგენლად მიგვაჩნდა პირველად რომ გავედით და ინგლისთან 88-0 წავაგეთ, მაგრამ წელს უკვე ტესტ მატჩი, მაგრამ იმ 12-დან ერთ-ერთი მე-7 ადგილოსთან სამოას მოუგეთ. ანუ თავიდანაც და ეხლაც იმიტომ არის კარგი რომ ეს პირველი 2 ყველა ქვეჯგუფში არის ისეთი ბობოლა გუნდი რომელთან მოგებაც ჯერჯერობით ცოტა გვიზნელდება მაგრამ სამაგეროდ კარგია პრაქტიკისთვის კრებით გამოცდილებას მაგრამ აქ ეგრეთ არ არის ეხლა ზელანდია და არგენტინა ყავს ძალიან დიდი გრანდები და შემდეგი 2 სავარაუდოდ ნამიბია და ტონგა არიან გუნდები რომლებსაც შეიძლება მოუგოთ და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ორივეს მოუგეთ შემდეგ სოფლიო ჩემპიონატზე უკვე ყოველგვარი წინა შესარჩევის გარეშე ვზივართ უკვე შემდეგ ჩემპიონატში. ავტომატურად 12 გუნდში ვხვდებით და შემდეგ სოფლიო ჩემპიონატზე ვართ. ამიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ 2 ისეთი გუნდია, ვის მოგებაც შეიძლება. ისთვის მაინც არ აქვს არაფერს მნიშვნელობა. არა, 6-ად ასე გაგრძელდება და დანარჩენი გუნდები ხო 5 ერი იყო თავიდან და არა 6. კი, მართლაც ძანეთ, თქვენ ამ საუკუნის დასაწყისამდე ეს იყო 5 ერი და საერთოდ ეს ისტორია ამ 5 ერის გათამაშების მიემხედველობაში წინა საუკუნე დაწყებული არის მე-19 საუკუნის ბოლოს, როდესაც მხოლოდ ბრიტანელები თამაშობდნენ. 4 ერი. თავიდან იყო 4 ერი, მერე მიემატნენ ფრანგები, მერე ფრანგებს ხელი დაუკნეს 30-იან წლებში, იმიტომ რომ არა ის პრინციპები დაარღვიეს, რომელიც არ უნდა დაერღვიათ, კერძოდ არაჯერტმელურ რაგბს თამაშობდნენ და გამოვიდეს. და ხელფასს იღებდნენ კიდე. ხო, დააფიქსირეს 30-იან წლებში, რომ თურმე რაგბი 1980-იან წლებამდე იყო პირწმინდა სამოყვარულო თამაში. პირწმინდა სამოყვარულო თამაში და ინგლისელები ძალიან უფრთხილდებოდნენ აი ამ სტატუს რაგბისთვის. ნუ მე 80-იან წლებში იძულებული გახდნენ პროფესიულ რელსებზე გადაეყვანათ რაგბი და აი 30-იან წლებში ფრანგები ხელფასი არავის არ ეძლეოდა. პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე 87 წელს უელსის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, რომელიღაც ავიაკომპანიაში მუშაობდა და არ გაანთავისუფლეს სამუშაოდან და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. მაშინ ჯერ კიდე სამოყვარულო იყო ეს რაგბი და წარმოგიდგენიათ რა მნიშვნელობა ჰქონდა ახლა ინგლისელებისთვის იმას, რომ 30-იან წლებში რომელიღაც ფრანგი მოთამაშეები იღებდნენ ხელფასს და ამიტომაც ფრანგები დაითხოვეს. მართალია მერე დააბრუნეს ფრანგები და ამ წინა საუკუნის მე-20 საუკუნის ბოლომდე ეს ჩემპიონატი იყო 5 ერის გათამაშება. და იტალია? მერე შეუერთდა უკვე იტალია და ეს ბევრ რამეზე არ დამოკიდებული. თქვენ რამოდენიმეჯერ გაიმეორეთ ის კითხვა, რატო არ გვიშვებენ დაუშვათ ჩვენ და კარებს საერთოდ რატო არ აღებენ ბოლო გუნდმა რომ დატოვოს. ჩვენ გარდა ალბათ კიდევ ვიღაცები იქნებიან რიგში, ხო? ჩვენ ყველაზე რეალური პრეტენდენტები ვართ, ეს არ არის. მაგრამ უკვე სხვა რაღაცაზეც არის დამოკიდებული. 6 ერი არის კომერციული ტურნირი პრინციპში. იმათ სიტყვაზე რუსეთის და ესპანეთისნაირი ქვეყანა უფრო აწყობთ მდიდარი რომ მოხდეს იმ გათამაშებაში, ვიდრე ჩვენ, იმიტომ რომ ქვეყანა სადაც 3-5 ლარად სტადიონს ვერ ვავსებთ, იმათ აფერში სჭირდებათ, იმიტომ რომ 6 ერის თამაშზე ახლა 200 ევროზე ნაკლები მგონი არ არის ბილეთი ნორმალურ ადგილას და ძალიან სერიოზული კომერციული ტურნირია. მომგებიანი არის და ჩვენ არავის ვჭირდებით. მან ხო ხვდები ვარიანტია. ჩვენ ისე უნდა რომანტიკით და ამ რომანტიკიდან წარმოშობილი პროფესიონალიზმით სოფლიოზე უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე.
ისევ ჩვენ აკრებს რომ დავუბრუნდეთ ბელგიასთან თამაშისას რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა. გასაგებია რომ ბელგიასთან წამყვანი მოთამაშეების გარეშეც შევძელით გამარჯვება, თუმცა რა იქნება შემდეგ მატჩებში? ორი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა, დავით ზირაქიშვილი და მამუკა გორგოძე. მიუხედავად ტრამვებია. უბრალოდ ვასო იმიტომ არ ვახსენე რომ ვასო უკვე ნოემბრის ტესტმატჩებზეც არ იყო ტრამვა ქონა მიუხედავად დათოც არ იყო მაგრამ დათო იმის შემდეგ დაბრუნდა და მე გუნდში მიიღო ტრამვა ისე და რუსეთისთვის მამუკა უნდა დაგვიბრუნდეს პორტუგალიასთან იგივე შემადგენლობა იქნება სრულად ერთი დანაკლისი არ დუდუმ თითი მოიტეხა დავით ქუბრიაშვილმა თითი მოიტეხა და სავარაუდოდ მე არ ვიცი ვინ შეცვლის, მაგრამ დანარჩენი 27 კაცი იგივე იქნება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ეს ისეთი რგოლია პირველი ხაზი მავხედველობა, სადაც ქართველები ძალიან ყოჩაღებიც ვართ და თუ კი სადმე ასე ვთქვათ, სავიზიტო პარატივით არის ჩვენი რაგბის, ჩვენი პირველ ხაზელები, მსოფლიო რაგბის სამყაროში აქ შესვლა არ გაგვიჭირდა. აი ლევან ჩილოჩავაა 3 ნომერი, მირცხულავა კიდე და შეიძლება მე უკვე თუ დაამატებს ვინმე თავარი მწვრთნელი. სამი წამყვანი მესამე ნომერი, ზირაქიშვილი, კაკოვინი და ახლა უკვე ქუბრიაშვილი დამბრაული ყავს. ღირსეული შეცვლა ყავს. შეცვლებზე გამახსენდა და მაყურებელს დავაპირდით რომ ავხსნით რას ნიშნავს ტერმინი კვაჭი. კვაჭი არის ჰუკერი, ინგლისურად არის ჰუკერი, ნიშნავს ორ ნომერს შერკინების შემკორელს რა. აუც ვინც აწოდებს დერეფაში. აუც აწვდის და შერკინებას კრავს პირველ ხაზში. ღერძი ვიზაც გადის პირველი ხაზი. კვაჭი საიდან გაჩნდა? კვაჭი ზუსტად არ ვიცი საიდან გაჩნდა ეგ. მაგრამ ინგლისურიდან თარგმანია კვაჭი. არ აღჭინებს იქ საქმეს. მე როგორც ვიცი, ნიაზ თუ სწორად ვიცი, ჰუკერი როგორც თითქოს მატყუ არა და რაღაც ისეთი თუ როგორ არის? არ ვიცი, თაღლითი რაგბის დიდი მწოდნე ასეთი ზალ გიგინეიშვილი და იმისი ნათარგმნია ეს ტერმინოლოგია სარაგბო. ალბათ ზალს ერთხელ თუ 2000 მოიწვია და ის უკეთესად ახსნის ამ ყველაფერს. კვაჭი პრინციპში ჰუკერის თარგმანი არის რა. რას ნიშნავს ბოლომდე არ ვიცით. გულშემატკივრობაზე რო გადმოვიდეთ, რაღაც გარკვეული წესები აქვს რაგბის გულშემატკივრობას. მე მგონი. ყველა ქვეყანაში პრინციპში თავისებურა. ჩვენ ქართველი გულშემატკივრების აი შუახნის ასაკის ანუ სტაჟიან გულშემატკივრები უფრო ირლანდიურ სტილს ვაძლევთ უპირატესობას. ირლანდიელებს რა მოგწონს რომ არასოდეს ირლანდიაში, როდესაც მოწინააღმდეგე არ ყავს ჯარიმას, არ უსტვენენ. გამაზაყო აი სტადიონზე. ეს ნიშნავს მოწინააღმდეგის პატივისცემას, რომ აი აცალე და არ ყავს, გაიტანს, შეერგო. უფრო ისეთი ჯენტლმენური სახეა. პირველ რიგში უნდა წე ზუსტად ისე პატივი მოწინააღმდეგეს, როგორც მე შენ გინდა რომ მოგექცნენ ისინი. პრინციპი ეს არის. ასე არ იქცევა? სხვათა შორის რაგბის გულშემატკივრების სეგრეგაცია რაგბში არ ხდება არც ერთ თამაშზე, არც ერთ დონეზე. გაგიგიათ ალბათ თქვენ ფეხბურთი ახსენეთ და ფეხბურთში გულშემატკივრები სტუმრებს აქცევენ რომელიღაცა სექტორში, რომელიც შემოღობილია განსაკუთრებულად დარაჯობენ და ასე შემდეგ. რაგბში არასოდეს არ მოხდარა მათი სეგრეგაცია და დაყოფა მაყურებლების ისინი ყოველთვის ერთმანეთში არიან და არასოდეს კიდე ისტორიას არ ახსოვს რომ მათ შორის რამე ინციდენტი მოხდა. სხვათა შორის რადიას ბოდიში გაწყვეტინებ რუსეთის ჩამოდის 22 თებერვალს და იყო ამაზე ლაპარაკი რუსებს მე მგონი მოყვებიან გულშემატკივრებიო. და რამე ხო არ შეიძლება მოხდეს და ნუ ჩვენ ვიფიქრეთ რომ რუსებთან ახლოს ეს ძველი გამოცდილი კომაგები დაუჯდეთ ბაზგაშემო რომ დავიცვათ ისინი ვიღაც თვრალი წარიმბოკლიანი გულშემატკივრების პირდაპირ დეგენერატებისგან იმიტომ რომ არ შეიძლება ამ დროს ეგეთ საქციელი სხვაობაც ის არის რა რაგბზე გულშემატკივარი მიდის იგივე ინგლისი რო ავიღოთ ხო ფეხბურთზე სამი კორდონია პოლიციის არაფრის შეტანა არ შეიძლება ბოთლების და ემის და ძალიან ამოწმებენ რაგბის თამაშზე იგივე სტადიონზე ძდილობისთვის განან ეს პოლიციელები იმიტომ რომ უფრო მოწესრიგებული გულშემატკივარი ეს არის შესო ჩვენთანაც ეგრეა იმიტომ რომ მე ყოფილვარ რაგბის თამაშში ჩვენთან ეგრე არის ერთი მიზეზი იმიტომ რომ ნაკლები გულშემატკივარი ყავს რაგბს და ცოტანი ვარ ხოლმე მაგრამ უკვე ისეთ თამაშებზე ნაკრების თამაშებზე უკვე გაიზარდა რაოდენობა და უთხრათ და ავხსნათ ჩვენს მაყურებელს ვინც არ იცის როგორ უნდა გულშემატკივროს რაგბის ეს არის ჯენტლმენური თამაში პრინციპი მოეკეცი სტუმარს ისე როგორც შენ გინდა რომ მე მოგექცე
ეგ არის. ამოწურავე პასუხია ნამდვილად. თუ უფრო დეტალები აინტერესებთ, აი ხა ძალიან კაი რამე გააკეთეს, რომ ბილეთებს აწერია ქცევის კოდექსი, რა შეიძლება გააკეთოს, მაყურებელმა ან გულშემატკივრებმა რა არ უნდა გააკეთოს და ბილეთია დაგეთვალა. მოწინააღმდეგის ხიმზე რო შტოენა არ უნდა დაიწყოს, როცა სამოასნაირი გუნდი იმ ჰაკას ატარებს და ფიჯისნაირი გუნდი ჰაკას ატარებს, შტოენა არ უნდა ატეხოს და გინება არ უნდა დაიწყონ ტრიბუნიდან. პირიქით უნდა დატკბენ მაგ სანახაობით. ჰაკა არის ძალიან საინტერესო ტრადიცია, უბრალოდ მე არ ვიცი კარგად რა არის. ჰაკა, ამდენად მე ვიცი, ჰაკა ქვია ზელანდიური, ჰაკა არის ზელანდიური, ანუ ეს ჰაკა ყველა სამოსხარა, ანუ ეს ცეკვა არის, უბრალოდ რიტუალი არის და რამდენად მე ვიცი, აი ნიაზი და ბატონი გვითახმებიან, რომ ანუ ეს არის პატივს მოგაგებენ შენ, როდესაც ჰაკას ნუ ცეკვას გისრულებენ, ეს არის პატივს მოგაგებენ. წინასამბრძოლო შეძახილია, იმათი ტრადიციული ქვაბლის. რომელიც ნამდვილად ემსახურებს პატივისცემას, რო ნახავთ დარწმუნებული ვარ, რომ აქტუალურებული დარჩებით და აქედან გამომდინარე უნდა შეაგებო იგივე პატივისცემა და იმდენად მაინც უნდა მოიქცე, რომ ამას სტვენა და რაღაც შეძახილებით არ გააფუჭო ის ფონი, რომელსაც თამაშის წინ ქმნიან. მოწინააღმდეგ გუნდები ეს კონძულელებისთვის დამახასიათებელი მაჩვენებელია, თორე მემხედველობაში მყავს ზელანდია, სამოა, ტონგა, ფიჯი, აი ამ კონძულელების ტრადიცია გახლავთ. დიახ. ჰაკა ზელანდიელების არის, მე რა აბსოლუტურად მართალი იყო. სხვადასხვა ქვეყნებში, ტონგა, სამოაში და ფიჯიში სხვადასხვა სახელი ქვია. ისევ ჩვენს მორაგბეებს მინდა რომ დავუბრუნდე, მაყურებლისთვის საინტერესო იქნება უფრო მეტი შეიტყოს თქვენ შესახებ, რომელ კლუბებში თამაშობთ, რა გეგმები გაქვთ? თბილისში ვთამაშობ მე რაგბის კლუბ არმია გადასვლას რა გუნდიდან თუ გადავალ ნაკრებს არ მოვწყდები და არ დავუყურებ. მაგითი არ ამგო რომს მოვწყდე არ მქონია მაგითი საქართველოს ნაკრები დაიღუპოს მაგრამ არსად მოწყვეტას არ ვაპირებ და თუ ისე კარიერის გაგრძელება მინდა საფრანგეთში, მაგრამ ჯერჯერობით რატომ ისწავლეთ საფრანგეთში? რატო და ყველაზე ევროპაში ყველაზე კარგი ჩემპიონატია გინდა სატურნირო და კლუბების და თვითონ მორაგბეების რაოდენობით და პროფესიონალიზმით და პლუს კიდე ამას მატერიალურადაც ძლიერი გუნდები არიან ბრიტანეთთან და სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით და მაგიტო უფრო ფიქრობ და მით უმეტეს კიდე ბევრი ქართველი თამაშობს და ჩვენთვის უფრო ის არის რა ნაცნობი სიტუაცია. აი დანარჩენს მე რა ვიტყვის ეს უკვე საფრანგეთში რომელიც უკვე იქ თამაშობს. აი გადავიდეთ მაშინ ლოგიკურად მე რა მე საფრანგეთში თამაშობ გუნდ ბურგ-ამ-ბრესში, ეს ელიტა 2-ის გუნდი არის. წელს გადავედი აქამდე ინგლისში თამაშობდი და რა განსხვავებაა საფრანგეთსა და ინგლისს შორის? ენა არის განსხვავება. რაღაც განსხვავებები არის, სტილში არის, თვითონ თამაშის სტილში არის განსხვავება. მაგრამ რავი, ახლა ნაკრებს სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი მთავარი მიზანი არის, რომ ანუ იმიტომ ვარჯიშობ და ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, ქვეცნობიერში თუ რაღაც მომენტში შეიძლება გადავერთო, მაგრამ ქვეცნობიერში ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ ნაკრებში ვითამაშო კარგად და ჩემ სამშობლოს გამოვადგე. და რავი, ანუ გაგრძელებას, ნუ ახლა ჩემი გუნდი ერთ-ერთი ანუ უძლიერესი ნამდვილად არ არის საფრანგეთში და თუ მექნება საშუალება, აუცილებლად შევეცდები რომ გამოვიყენო რომ უკეთეს გუნდში გადავიდე და ნუ ერთ-ერთი ჭორები დადიოდა რაღაც კაი შემოწმება. ჭორები ბევრი დადის კი. მოდი ისეთები რომ მithonაც არ ვიცი. შენ ხო გაგვიშვეს ერთ-ერთ რაღაც. კი, რაღაც ნუ რაღაც ჭორები დადის რომ ტოპ 14-ის გუნდში გადავდივარ, ან გადავედი უკვე. კაი ჭორია ასე. კაი ჭორია, მაგრამ თუ გამართება უკეთესი იქნება. ყველა საინტერესო გამოფენა სადაც ეწყობა, ნუ ყველანიც გამოფენენ ალბათ. ხატრები თავის გამოფენას აწყობენ, მუსიკოსები თავისას, სპორტსმენები თავისას, ყველა საინტერესო გამოფენა არის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მენეჯერებს აქვს დაჭყეტილი თვალები, სად ვინ რომელი მოთამაშე მათთვის საჭირო და მისაღები მოთამაშეს გამოჩნდება და მათ გადაიბირებენ თავის გუნდში, ესე რომ ორივე ძალიან ახალგაზრდა მერაბის და შალვაც და სწორედ აი ინგლისში 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე მოუწევთ ყველაზე კარგი კუთხით საკუთარი თავის ჩვენება. სამწუხაროდ ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. ძალიან დიდ მადლობას გიხდით სტუმრობისთვის და წარმატებებს გისურვებთ პორტუგალიაში.